კატები მაგალითად მელაპარაკებიან. გადაშენების პრობლემა უფრო ადამიანისგან გამომდინარეობს ახლაც ვიდრე კლიმატის ცვლილებისგან. ეს არის რაღაცა ერთგვარი ადამიანებისა და ცხოველების საერთო ბედი. როდესაც მოხდა ცენტრალურ აფრიკაში ტყეების კაფვა და იმის გამოღება, სწორედ მაშინ დაიწყო ებოლას გავრცელებები შედარებით უფრო ფართოდ. შეიძლება თუ არა რომ გარშემო იყვნენ დაავადებული ცხოველები, გარემო იყოს დაბინძურებული, რა ვიცი, მცენარეებს ათასი რაღაც სჭირდეთ და ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ირემთან ბრძოლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მგელთან რა უცნაურიც არ უნდა იყოს. ზოონოზური დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი წყაროა, ხო? კატებს აქვს ძალიან ისეთი ძლიერი იარაღი ადამიანის წინააღმდეგ, ადამიანის მოთვინიერებისათვის, ასე ვთქვათ, ეს არის მისი კრუტუნი. ერთის ხერ თქვათ მალარია განადგურა, მეორე ხერ მიიღვა ჭაობები, რომლის შედეგადაც უკვე დაიწყო სხვა პრობლემები, მაგალითად იგივე პრობლემები ზღვასთან და მას სანაპიროსთან. აი ამ მეექვსე დიდი გადაშენების შემთხვევაში თქვენი აზრით, აი ვინ შეძლებს რომ აი ეკოსისტემას თავში ჩაუდგეს, აი რა ვიცი ტერმიტები, იქნებ ხელოვნური ინტელექტი საერთოდაც ან რაღაცა მიწისქვეშა სოკოები. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ჯანსაღი დიალოგის ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვაქვს. დღეს ჯანსაღ დიალოგში სტუმრად ყავს ბატონი ზურა გურიელიძე, რომელიც გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს ჯანმრთელობაზე, უნდა ვისაუბროთ მეცნიერებაზე, უნდა ვისაუბროთ კონტექსტზე, მრავალფეროვნებაზე და ასე შემდეგ. წინ ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება. პირველ რიგში ბატონ ზურა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონ ზურა, ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი მინდა რომ დავიწყო რაღაცა ერთგვარი აი ფილოსოფიური საფუძვლებითა და საძირკვლით და ჩემი შეკითხვა იქნება ესეთი, რომ თანამედროვე ბიოლოგია ჩვენ გვასწავლის, რომ ადამიანი არის ცხოველთა სამყაროს ნაწილი, ხო? დიახ, ნამდვილად. და აი სად გადის ყველაზე უფრო თხელი ან პირიქით ყველაზე უფრო მყარი საზღვარი ჩვენსა და სხვა ცხოველებს შორის? ძალიან თხელი საზღვარი არის ამ შემთხვევაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი უახლოე ნათესავს მაგალითად ჩვენსა და შიმპანზეს შორის გაცილებით უფრო ნაკლები განსხვავებაა, ვიდრე ტურასა და მელას შორის. ასე რომ წარმოგვიდგენთ, რამდენად უფრო ახლოს ვიმყოფებით. თუმცა აი ეს მცირე პროცენტი რაც არის, ისიც კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საგრძნობი განსხვავება იყოს მათ შორის. კი ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, მათი ნათესავები, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ განსხვავდებით და განსხვავება სწორედ ჩვენ ძირითადად მაინც ალბათ უფრო ჩვენი ქცევისაგან გამომდინარე. ქცევისგან თუ გავითვალეთ, თუ ასე ვთქვათ, ბიოლოგიურ ტერმინს გამოვიყენებთ. კი ბატონო, და აი როცა ამ თემაზე ვშოლობთ, რატო გვიჭირს ხოლმე აღვიქვათ ჩვენი თავი როგორც აი პასუხისგებლიანი ბიოლოგიური სახეობა, ხო? და არა როგორც აი ამ ყველაფრის გვირგვინი. მე მგონი ეს ბევრ რაღაცაში პრობლემას ქმნის. კი, თითქმის ყველაფერში პრობლემას ქმნის. შეიძლება ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ ამაზე, საიდან მოხდა ეს ყველაფერი და როგორ წარმოიქმნა ეს კონფლიქტი. ჩემი აზრით, სწორედ ეს რო თქვა, ადამიანი არის თქვა სამყაროს გვირგვინი და სწორედ დანარჩენი ყველა უნდა ემსახუროს, სწორედ ეს არის დამოკიდებული, სწორედ აი ამის გამო მოხდა შემდეგ უკვე ძალიან ბევრი კონფლიქტური სიტუაცია ადამიანსა და გარემოს შორის, მაგრამ ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყო სოფლის მეურნეობის ადამიანმა როცა ხელი მოკიდა სოფლის მეურნეობას. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ სწორედ აი აქედან, როდესაც მას გაუჩნდა, ასე თქვა, საკუთრება, გაუჩნდა საკუთარი ასე ცხოველები და მცენარეები, სწორედ აი აქედან შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო პრობლემები უკვე ადამიანსა და მაგალითად გარეულ ცხოველებს შორის. და სწორედ ეს იყო აი ამის გამო, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ვმართოთ ყველაფერი, უნდა წარმოგვედგინოთ ალბათ თავი, როგორც სამყაროს გვირგვინი და ჩვენ ყველაფერის უფლება გვაქვს. ამას მოყვა მეორე ეტაპი, როდესაც უკვე ცივილიზაციის განვითარებისთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ბოლოს მივედით ისე დასკვნამდე, რომ მივედით გულისხმობ ადამიანებს ზოგადად, რომ ჩვენ ვართ გასული ეკოსისტემიდან, ჩვენ არ ვართ დამოკიდებული გარემოზე, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი არსებები, რომელიც გარემოს და სხვა დანარჩენ სახეობებზე დამოკიდებული არ არის. ესეც გარკვეული პრობლემა იყო, ჩემი აზრით, ესეც არასწორი შეხედულება არის და რაც თავარია, სწორედ აი ესეთი დამოკიდებულება დღემდე ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის.
ხო, ეგ რაღაცა ცოტა გვიანდელი პერიოდის წარმოდგენაა, ხო? დიახ, ეს არის სადღაც ალბათ მე-20 საუკუნე, შეიძლება ცოტა უფრო ადრე. დაიწყო ეგ და რეალურად სერიოზული პრობლემები შექმნა იმ თვალსაზრისით, რომ ვერ აღიქვამდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ადამიანს, როგორც აი ამ ბიომრავალფეროვნების. დიახ, ვერ აღიქვამდა და ვერ აღიქვამს დღემდე, ეს საკმაოდ ესეთი მყარია და საკმაოდ ძლიერია ესეთი შეხედულება კაცობრიობით და არავის არ უნდა რომ თავი მაგალითად გაათანაბროს, აი რატო არ უნდა, არ ვიცი, გაუთანაბროს მაგალითად ცხოველებს, მაგრამ ხო, ალბათ იმიტომ რომ ადამიანი როგორც ინტელექტუალური არსება რაღაცა უფრო ზემდგომად არის მიჩნეული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ამ საკითხზე რომ ვისაუბროთ, ხო, რომ კი ბატონო. ამ ბოლო დროს და ისედაც ზოგადად ძალიან ბევრს საუბრობ ცხოველების ემოციებზე და ინტელექტზე, განსაკუთრებით სოციალურმა მედიამ ეს თემა კიდევ უფრო პოპულარული გაახადა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის ნახვა შეუძლიათ ადამიანებს, ხო? ხელმისაწვდომი გახდა ეს ინფორმაცია, თუნდაც ვიდეოების თვალსაზრისით. თქვენი დაკვირვებით, აი აქვთ თუ არა ცხოველებს ემპათია, გლოვის უნარი, ან თუნდაც სამართლიანობის განცდა და თუ კი, მაშინ აი რას გვეუბნება ეს ყველაფერი ჩვენი საკუთარი მორალის ევოლუციაზე? იცით რა დავიწყოთ რა თქმა უნდა ცხოველებს ეს ყველაფერი აქვთ. აი ჩვენ აღვიქვამთ ამას თუ არა, ჩვენ გავიგებულობთ ამას თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხი არის. იმიტომ აი მაგალითად იგივე იმის უსამართლობის გრძნობა თუ დაგიჟიათ მაგალითად ძაღლი, ისე რომ მას არაფერი არ დაუშავებიათ. აი თუ მას თვალებში შეხედავთ, მაშინ მიხვდებით, რომ მან უსამართლობის გრძნობა, უსამართლობის გრძნობა ძირითადი ის გრძნობა, რასაც გამოხატავს ამ დროს, ხო? ძალიან ბევრია, თქვა, ემპათიის გრძნობაც აქვთ ასევე. აი რას დავარქვე და როგორ დავარქვე, შეიძლება როგორც წესი, თქვათ, ადამიანთან მიმართებაში, სხვა ტერმინებს ხმარობთ ხოლმე, ცხოველების მიმართებაში სხვა ტერმინებს ხმარობთ, თუმცა სინამდვილეში ეს დაახლოებით ერთი და იგივე არის, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ეს ყველაფერი და სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ. და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც აი თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც აი ძალიან გაიმთავრდა ეს ფიზიოლოგია, ესეთი მექანისტური დამოკიდებულება ადამიანის ცხოველების მიმართ იყო ადამიანის მექანისტური, ან როდესაც ისინი თვლიდნენ, რომ ცხოველები, მათ შორის მეცნიერებს გულისხმობ, ხო, მაგალითად შემიძლია დავასახელო პავლოვი, ხო, ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ასე შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად მექანისტი იყო, რადგანაც ის თვლიდა, რომ ცხოველები არ უნდა ასე თქვა ძალიან გავამარტივოთ მისი. რომ ეს არის ცხოველები არაზროვნებენ, ამიტომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა როგორც მან დაარქვა რეფლექსებზე არიან დამოკიდებულები და ამიტომ მათ აზროვნება, არც ემპათიები მათ არ აქვთ ეს ყველაფერი, ასე რომ ისინი მექანიკური არსებები არიან და ძალიან დიდად არ განსხვავდებიან, მაგალითად იგივე, მაგალითად ცხენი დიდად არ განსხვავდება ურემისაგან და ასე შემდეგ. დაახლოებით ეს ცოტა უტრირებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო შინაარსი დაახლოებით ესე იყო. ნუ საბედნიეროდ ამის მერე უკვე განსაკუთრებით, როდესაც აი ბოლო წლებში, როდესაც ტექნოლოგიები ძალიან განვითარდა და ამ ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გაგვეგო ბევრი რამე ცხოველებისათვის, ძალიან ბევრი შეხედულება შეიცვალა. აი ბოლო პერიოდში ხვდებოდა ხოლმე Facebook-ზე ერთ-ერთი ვიდეო, სადაც იყო სპილოების ქცევაზე, აი სპილოების გლოვის აღწერა იყო ერთგვარ, აი თავის ეს რაღაც რიტუალები, როგორ უვლიან დაღუპულ სპილოს, ხო, აი რაც თითქოს მარხავენ. ხო, აი ეგ ეს მართლა რეალურად გლოვა შეიძლება იყოს, თუ ეს არის რაღაც მათი კულტურული რიტუალი, თუ უბრალოდ ჩვენი პროექციებია, რომ ესე იქნება. როდესაც ჩვენ კულტურულ რიტუალს ვიხმართ, ან ზოგადად რიტუალს, უკვე ჩვენ ვაღიარებთ, რომ ისინი გარკვეულ რიტუალს ასრულებენ. დიახ, სპილოებს ახასიათებს ეს რიტუალები, მათ ძალიან საინტერესო ქცევა აქვს ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 70-20 საუკუნის მეორე ნახევარში სპილოების შესწავლის დროს მათ აღმოაჩინეს სწორედ ესეთი უცნაური დამოკიდებულება სპილოების დაღუპული თანამოძმეების მიმართ და არამარტ თანამოძმეების მიერ, მაგალითად ესევე აღწერილი აქვთ შემთხვევები, როდესაც სპილოებმა იპოვეს მკვდარი მარტორქა და რამოდენიმე საათის განმავლობაში ამ მარტორქას სადღაც დაქონდათ, ცდილობდნენ წაეღოთ და თანამედროვე დროს გამოსცემენ რაღაცა გარკვეულ ხმებს. ასევე ესეთი რიტუალური ქცევები არა მარტო თქვათ ამ დროს ახასიათებთ, ძალიან ბევრ შემთხვევაში ახასიათებთ. თქვათ ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ასე თქვათ
მწუხარების ამავე დროს შეიძლება მათ აქვთ რიტუალები, რომელიც აი ბჭყალებში ასე თქვა შეიძლება დავარქვათ ქორწინების რიტუალი და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრი რიტუალები ახასიათებთ, თუმცა სხვადასხვანაირად არის ეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ცხოველი ერთმანეთში რაღაცა ინფორმაციას ცვლის, ან რაღაცა ხდება, ხო, მნიშვნელოვანი გარკვეულ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი და ამ რიტუალებს ძალიან კარგად გამოხატავენ. აი მეორე საკითხია ჩვენ რამდენად გებულობთ ამას, ისინი რას გამოხატავენ და რას არ გამოხატავენ. ხო, და ნუ ამისაც არსებობს ახლა ეს მეცნიერება ზოოლოგია, რომ შევისწავლოთ ამათი და ხო, ზოოლოგია არა, უფრო ეთოლოგია, მეცნიერება ცხოველთა ქცევის შესახებ, რომელიც აი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა და სწორედ ამან მისცა ძალიან დიდი ზრდა მიმართულებისთვის, რომ აი გავგვეგო, რას ფიქრობენ ცხოველები. კი ბატონო, აი ჩვენ ვახსენეთ და თქვენც ახლა საუბრობდით აი ამ რაღაცა კულტურული ქცევის ელემენტებზე რა. თუ ვამბობთ რომ მათ აქვთ ეს კულტურული ქცევის ელემენტები, აი გამოდის რომ ისინი თაობიდან თაობას ამ სწავლებით გადასცემენ, თუ აი ეს პროცესი როგორ ხდება? არა, რა თქმა უნდა, იცით რა ხდება, რაღაცა გარკვეული რიტუალები ჩამოყალიბება და შემდეგ ამ რიტუალების გადაცემა ხდება. რომ ეს არა მარტო რიტუალების გადაცემა ხდება, ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხების დასწავლა ხდება და გადაცემა ხდება. აი მაგალითად იგივე რომ ავიღოთ თქვათ იგივე ნადირობა, ხო, ნადირობის ქცევა მგელი, მაგალითად დედა ასწავლის ლეკოს როგორ უნდა ინადიროს, ხო? არიან ცხოველები, რომლებმაც ეს დაბადებიდანვე იციან, მაგრამ არიან ძალიან ბევრი სახეობები, რომლებსაც ჭირდებათ ამის ყველაფრის სწავლა. და მათ შორის მაგალითად იგივე სხვადასხვა გარემოში ადაპტაციისათვის მაგალითად ჭირდებათ გარკვეული დასწავლა, როდესაც მშობელი ამას ყოველთვის გადასცემს, ან მშობელი, ან უფროსი თაობა, ესე შეიძლება ითქვას, რომ გადასცემს უკვე სხვა თაობებს და ესეთი აი სპილოები ეს ძალიან ინტელექტუალურად ძალიან განვითარებული ცხოველები არიან და ძალიან რთული ქცევა ახასიათებთ და მათ შორის საკმაოდ ბევრი რიტუალები აქვთ. ასევე ძალიან ბევრი რიტუალები ახასიათებთ, ასევე ადამიანის მაგვარ მაიმუნებსაც. შიმპანზეებს, გორილებს, ორანგუტანგებს, გიბონებს, ასე შემდეგ. ხო, მათი ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, ეგ კიდე ცალკე საინტერესო საკითხი არის. დიახ. ისე მაინტერესებს, რომ აი თუ კი ეს თაობას გადასცემენ, აი ამ ქცევებს ასწავლიან და ასე შემდეგ. აი ეს კულტურული ქცევები ზოოპარკების შემთხვევაში მაინც დარჩუნდება? იცით რა, ზოოპარკების შემთხვევაში ყალიბდება შესაბამისი ქცევები. ის ქცევები, რომლებიც არის შეძენილი და რომელიც გამოცდილების ხარჯზე არის, ხო? ნუ არის ქცევები, რომლებიც თანდაყოლილი არის და ეს თქვათ ჩვენც გვაქვს და ცხოველებსაც აქვს საკმაოდ მრავლად, მაგრამ არის ქცევები, რომლებიც გარემოსთან ადაპტაციის შედეგი არის, ანუ როგორ შეეგუონ გარემოს, იმისთვის არის ეს ქცევები ყველაფერი გამოხატული. ამიტომ ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკში ხვდებიან, მათ შესაბამისი ქცევები აქვთ და სწორედ შემდეგ ისინი ასევე გადასცემენ ამას თაობებს. აი ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, მაგალითად ისეთი საკითხისათვის, როგორიც არის გარეული ტყვეობაში დაბადებული სახეობების ბუნებაში დაბრუნება. იმიტომ რომ მათ აქვთ ჩამოყალიბებული ყველაფერი ის, რაც უნდა კონდეთ იქ. მათ შორის ადამიანთან ურთიერთობები და ასე შემდეგ. აი გარემოში დაბრუნების შედეგად უნდა მოხდეს ამის მთლიანი ცვლილება. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში სხვა ადამიანი რო ავიღოთ ესე თქვათ რომ ადამიანი თქვათ ერთ ქალაქში სხვანაირად ცხოვრობს, სხვაგან სხვანაირად იქცევა, დაახლოებით ასევე შეიძლება იყოს და ჩვენ ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეს ჩამოყალიბებული ქცევითი ტრადიციების შეცვლა შემდეგ არის ძალიან რთული პრობლემა, რომლებსაც ჩვენ ვეჯახებით, როდესაც მაგალითად ასე ბუნებაში დაბრუნებასთან გვაქვს საქმე. მაგ საკითხთან დაკავშირებით მე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ თქვენც გაქვთ და აქაც გვაქვს ხო ეს მაგალითები ბუნებაში დაბრუნების, მაგრამ აი მოკლედ მაინც რომ აგვიხსნათ, აი როგორ მუშაობთ ხოლმე მაგ დროს? ხო, აი ტყვეობაში დაბადებული ცხოველის შემდგომ ბუნებაში დაბრუნებისას, აი როგორ ხდება ამ უნარების შეძენა ამ ცხოველებისთვის? ნუ გააჩნია სახეობას, იმის და მიხედვით, თქვათ რომ ზოგ სახეობას ერებ, თავარი რაც არის, ხო? მათ უნდა შეეძლოს, თქვა საკვების მოპოვება ბუნებაში და გარდა ამისა, მან უნდა გაარკვიოს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, ასე თქვა, ხო? აი, ამას ჩვენ ვეძახით, ასე თქვა, განრიდების ქცევის გამომუშავება. ეს არის ყველაზე რთული
პროცესი. ასევე რთული პროცესია მაგალითად იგივე საკვების მოპოვება, იმიტომ რომ აქ ტყვეობაში საკვები მათ მიერთმევენ, მათ არ ჭირდებათ ეს. თქვათ რომ გარკვეული ძალისხმევები დაახარჯონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბუნებაში მათთვის ეს საჭირო იქნება. მაგრამ ყველაზე უფრო რთული არის სწორედ როდესაც ეს მათი ქცევა საკვების მოპოვება დაკავშირებულია რთულ ქცევასთან, აი როგორიც არის ნადირობა, ან მაგალითად როგორიც არის გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება სხვადასხვა საკვებისათვის. ამიტომ ტყვეობაში მათ უნდა შეუქმნათ ესეთი პირობები, რომ მათ მაქსიმალურად დაუახლოვოთ ველურ გარემოს. და სწორედ აი ესე ხდება. ანუ ჩვენ უქმნით პირობებს და შესაბამისად მე ვაკვირდებით რამდენად ინტენსიურად და რამდენად კარგად მიმდინარეობს ეს ადაპტაცია, როგორ ეგუებიან, როგორ სწავლობენ და როგორ გამოიმუშავებენ, ანუ უნარებს ან და შემდეგ აი რომლებიც იქნებიან მზად, სწორედ ეს ინდივიდუალურად ხდება შერჩევა ბუნებაში დაბრუნებისათვის. ზოგი შეიძლება ვერ დააბრუნო. ანუ ყველა ვერ ბრუნდება. ყველა ვერ ბრუნდება სამწუხაროდ. თქვენ ასევე ახსენეთ ახლა აი კომუნიკაცია, ხო? და ეს ენათა კომუნიკაციის, რომელიც აქვს დანარჩენ ცხოველურ სამყაროს და ადამიანს და ერთმანეთისთვის, ну, ამ სახეობებს შორისაც შეიძლება რომ გაუგებარი იყოს, ახლა ვირა ენაზე ლაპარაკობს და როგორ ლაპარაკობს. გვაქვს თუ არა რეალურად იმისი შანსი, რომ მათთან ოდესმე რაღაცა სრულყოფილი კომუნიკაცია დავამყაროთ. რამე სიახლეები თუ გვაქვს მეცნიერებაში, იმიტომ რაღაცა კვლევები ტარდება შიმპანზეებზე, ხო, დელფინებზე, თუთიყუშებზე. აი ვის მიუახლოვდით ყველაზე მეტად და რა არის რაუც არ უნდა იყოს ჯერჯერობით მე ვარ მეგულება თქვა კი რა თქმა უნდა არის გარკვეული თქვა შიფრება ის გარკვეული ქცევები რომლის შესახებაც ინფორმაცია გადმოეცემა ასევე ხმოვანი კომუნიკაციები ასევე მისი განსაზღვრება ხდება გაშიფრა ხდება სხვადასხვა სიხშირეებით მაგრამ აი მაგალითად ძალიან საინტერესო ფაქტი არის რომ თქვა ის ცხოველები რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ხო ძაღლები და კატები რომლებიც აი ძაღლი დაახლოებით 15000 წელი არის ჩვენს გვერდზე ცხოვრობს და კატა ცოტათი ნაკლები, ვერც ერთის და ვერც მეორეს ჩვენ ენა ვერ ვისწავლეთ, როცა მათ მაგალითად უკვე შეიმუშავეს ენა, რომლის საშუალებითაც ისინი ჩვენ გვეკონტაქტებიან და ჩვენ ამას არ ვაქცევდით ყურადღებას. მაგალითად იგივე აი კატის კნავილი, რომელიც არის ჩვეულებრივად, ესენი კატები ერთმანეთში კნავილს არ იყენებენ. ეს კომუნიკაციის სხვა ფორმები არის. აი კნავილი არის ადამიანთან კომუნიკაციის საშუალება და ამ კნავილის საშუალებით ძალიან ბევრ რამეს გვაგებინებენ. და ასევე ძაღლებიც, ხო? ჩვენ არ გვესმის. ხო, ჩვენ არ რაღაცებს თუ დავაკვირდით, ალბათ გებულობთ, რომ რაღაცა უნდა, მაგრამ ანუ შესაბამისად მათ უფრო მეტი გამოიჩინეს, ასე თქვა, ადაპტაბელობა, ვიდრე ჩვენ მანაბონომდე ვერ ვისწავლეთ, ხო? იგივე ყეფა, ძაღლის ყეფა, ხო? მგელი ძალიან იშვიათ მას შეუძლია ყეფა. მაგრამ ის თითქმის არ იყეფება, ხო? შესაბამისად ეს ყეფა გახდა ადამიანთან კომუნიკაციის საშუალება და შემდეგ უკვე სხვა ძაღლებთან კომუნიკაციის საშუალება. ყმუილს ძაღლები იშვიათად იყენებენ, ხო? როცა მგელისთვის ძირითადად ყმუილი. ესეც არის ასე თქვა კომუნიკაციის ცვლილება, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანისა და ცხოველის ურთიერთგაგება. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენ მივხვდებით ამას ყველაფერს, შესაბამისად უკვე ჩვენ მივხვდებით, გავიგებთ კიდევაც მათ რა უნდათ. მე მგონი ძაღლმა კიდევ უფრო კარგად განივითარა, ხო? იმიტომ რომ ისინი სახის გამომეტყველებასაც კი იცვლიან ხოლმე. კი, რო კატებიც იცვლიან და საკმაოდ კარგად არიან გამოხატავენ და გარდა ამისა კატებს აქვს ძალიან ისეთი ძლიერი იარაღი ადამიანის წინააღმდეგ, ადამიანის მოთვინიერებისათვის, ასე თქვა, ეს არის მისი კრუტუნი. ძალიან ძლიერი იარაღია, მე რო კითხოს გასაგებია. კი ბატონო, მეც როგორც მრავალი კატის პატრონი ვადასტურებ მაგას, რომ კატებს კარგად შეუძლიათ ადამიანებზე მანიპულირება ბევრი გზით. კიდევ ერთი საკითხი მინდა რომ დავაზუსტოთ, რომ აი თვითონ აი ამ კომუნიკაციაზე როცა ვსაუბრობთ, ამ კომუნიკაციების გზების ძიებას თუ დავიწყებთ, ან თუ დავიწყეთ უკვე და ვეძიებით, ხო? ისინი კიდევ ერთი რაღაცა რთული საკითხი ალბათ ამის ის არის, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ სხვადასხვა სიხშირეზე ვარ, ხო, აი ამ კომუნიკაციების. მაგალითად იგივე სპილოები და ვეშაპები იყენებენ ამ
რა ქვია, ინფრაბგერას, ინფრაბგერებს და ულტრაბგერებს. ხო. დიახ. რაც ეკო ჩვენს აბსოლუტურად გაუგებარი ხო, არა, ჩვენ არ გვესმის ეს ყველაფერი. ჩვენი რა თქმა უნდა სმენის დიაპაზონი გაცილებით უფრო ვიწროა ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხოველის და სწორედ ისინი მათ უფრო ფართო დიაპაზონი აქვს. ისინი იყენებენ ბგერებს, რომელიც ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ძალიან ბევრი ბგერები არის, ასე ვთქვათ, ამის გარეთ ყველაფერი და ეს ძალიან კარგათაც ძალიან შორ მანძილზეც ვრცელდება, ხო? აი იგივე ვეშაპის ნაირებში ეს ულტრაბგერებით მათი კომუნიკაციები შეიძლება რამოდენიმე 10 კილომეტრზე გაგრძელდეს და შესაბამისად ჩვენ ამას ვერ ვძგებულობთ და არცა, თუმცა მათთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გასაგები. მაგრამ ასევე აი მაგალითად ისევ იგივე ამიტომ ერთი საკითხია, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იმ დიაპაზონშიც კი, რომელ დიაპაზონში ჩვენ გვესმის, ხო? იმის გამო ჩემის აზრით, რომ არ იყო დაშვებული უბრალოდ ისეთი ელემენტარული პირობა, რომ ცხოველები აზროვნებენ და მათ შეუძლიათ რომ კომუნიკაცია, მათ ერთმანეთს ინფორმაცია გადასცენ, რომ უბრალოდ არ ვახცევდით ამას ყურადღებას და ამიტომაც დარჩა ეს, ასე ვთქვათ, მიუწვდომელი ჩვენთვის, ხო? როცა მაგალითად იგივე აი რამდენი ვთქვათ ადამიანი გეგულებათ, რომელიც საუბრობდნენ გორილების ენაზე. არც ერთი, ხო? მაგრამ არიან გორილები, რომლებიც საუბრობენ ადამიანის ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, მათ არ აქვთ ისეთი აგებულება, რომ მათ ეხმოვანი ბგერები წარმოქმნან, მაგრამ აი მაგალითად გორილა კოკო ძალიან კარგად საუბრობდა ჟესტების ენით. და ის აბსოლუტურად ძალიან ჩვეულებრივი კომუნიკაციები ჰქონდათ თავის დამკვირვებლებთან. ეს გორილა გარდაიცვალა 50 წლის ასაკში, რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ აი ამ ხნის განმავლობაში ის მასთან, ის ექსპერიმენტატორებთან, ან რა ვიცი, რაც გინდა დავარქვათ ყველაფერი, მასთან ჰქონდა ჩვეულებრივი კომუნიკაციები, ისინი საუბრობდნენ, აი რომ წაიკითხოთ ნამდვილად გაკვირვებული დარჩებით, თუ როგორ შეუძლიათ ამას საუბრობა და გორილა გამონაკლისი არ იყო, იყო შიმპანზე, ორანგუტანგი, ესენი ყველანი, რომლებიც ბონობო, რომლებიც საუბრობდნენ სწორედ ადამიანის ენაზე, მაგრამ მე არ მეგულება არც ერთი ადამიანი, თუ ასე ვთქვათ, საწოდავ იმიტაციას არ ჩავთვლით, როდესაც ძალიან ხშირად იმაშვებიან ხოლმე, რომლის შინაარსიც არ გვესმის, ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. სასაცილოა ყველაფერი ის, რაც არ გვესმის. აი რატო შეიძლება და მომხდარიყო ესე, რომ იმათ ისწავლეს ზოგჯერ სწავლობენ ხოლმე ჩვენ ენას და ჩვენ აქამდე მაგაზე თითქმის არც კი გვიფიქრია. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მათ უფრო მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ ჩვენთან კომუნიკაცია, ვიდრე ჩვენ მათთან. კი, ალბათ. იცით რა, უმეტეს შემთხვევაში ესენი შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ცხოველები არიან და ის ცხოველები, რომლებიც აი იგივე მაგალითად ძაღლები, ხო, რომლებიცაც გამოსულებია, რომ მგელი ძალიან სოციალური ცხოველია და შემდეგ როდესაც ის ხვდება ადამიანთან, უკვე ის მის სოციუმს ეკრიბა, როცა თქვა მთელი სოციუმი არ ლაპარაკობს შენ ენაზე, შენ იძულებული ხდები, რომ მოძებნო კომუნიკაციის საშუალება, რომ მასთან კონდეს ურთიერთობა, ხო, რომ გააგებინო. ამიტომ უამრავი სხვადასხვა გზები არსებობს ამისათვის, ხო, კუდის კიცინიდან დაწყებული და თათებით თამაშით და ასე შემდეგ თათებით მოსინჯვით და ასე რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ გახდნენ სოციუმის წევრები და აღიქვამენ კიდევაც. აი მაგალითად ჩემი ძაღლი, როდესაც ჩემს შვილთან მაგალითად მეგობრები მოდიოდნენ, ყოველთვის ცდილობდა რომ მათთან ერთად ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თქვა შეიძლება ბევრი საერთო არ ქონდათ, მაგრამ სადაც ისინი მიდიოდნენ, ეს თან დაყვებოდა და ყოველთვის ცდილობდა რომ მათთან ერთად ყოფილიყო. და თუ გამოვიყვანდით ახლა, მაშინ ძალიან უკმაყოფილო იყო და ძალიან ბრალდებოდა. ასე რომ ტოვებდით იქ და ის ჩართული იყო თავისებურად მათ ურთიერთობაში. ხო, მე ძალიან მინდა რომ ჩემი კატები მელაპარაკებოდნენ, მაგრამ არა, ჩემი კატები მაგალითად მელაპარაკებიან. მე მყავს ერთ-ერთი ორი კატა მყავს ახლა სახში და ორივე, რა თქმა უნდა, მესაუბრებიან. ერთთან განსაკუთრებით ესეთი ძალიან ესეთი საუბრები მაქვს ხოლმე, რომ როცა უნდა სადმე გასვლა, მას აი კნავილი სხვადასხვა ინტონაციებით აქვს, ხო? და ეს ინტონაციები ძაღლებშიც, კატებშიც განსხვავებულია და სწორედ აი ამ ინტონაციების საშუალებით ისინი ძალიან ბევრ ინფორმაციას გამოხატავენ გაკვირვებას, წყენას, სიხარულს, აი ყველაფერი შეუძლიათ გამოხატონ სწორედ აი ამ თავისი ესეთი მარტივი ესეთ წაყმოვლებასავით, აი ამის ინტონაციის შეცვლით ძალიან ბევრ ინფორმაციას გაწვდიან. რა თქმა უნდა, თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას. თუ მოусმენთ და გავიაზრეთ. თუ მოусმენთ, თუ არ მოусმენთ, არაფერი არ გამოვა, ვერასოდეს ვერაფერს ვერ ვისწავლით. ნამდვილად.
მინდა რომ გადავიდე ახლა შემდეგ საკითხზე, აი ერთი ჯანმრთელობის კონცეფციაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ეს ერთი ეს არის რაღაცა ერთგვარი ადამიანებისა და ცხოველების საერთო ბედი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რაზეც ახლა ვსაუბრობდით, რომ აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა იყო ცხოველთა სამყაროს ზოგადად ადამიანის გარდა დანარჩენი ეკოსისტემისა, თითქოს ეს განყენებული იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ასე აღარ ვსაუბრობთ, ხო? მეცნიერება სხვა რაღაცას გვეუბნება და პოლიტიკაც ასე თუ ისე იცვლება ამ მიმართულებით. აი ეს რომ ავუხსნათ ახლა ჩვენს მსმენელს, რომ ეს ერთი ჯანმრთელობის კონცეფცია რას ნიშნავს და რამდენად მჭიდრო შეიძლება იყოს დაკავშირებული გარემო ადამიანთან და აი ესეთი კითხვა რო დავსვათ, რომ შეიძლება თუ არა რომ გარშემო იყვნენ დაავადებული ცხოველები, გარემო იყოს დაბინძურებული, რა ვიცი, მცენარეებს 1000 რაღაც სჭირდეთ და ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ეს ფიზიკურად თუ არის შესაძლებელი. ბედნიერი შეიძლება იყოს, არ ვიცი. იმაზე გააჩნია ადამიანს ჯანმრთელი. უმრობით, მაგრამ ჯანმრთელი ნამდვილად ვერ იქნება. ანუ შესაბამისად ახლა რომ დავუბრუნდეთ სერიოზულად, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება, იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენ რაც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ვართ იზოლირებული გარემოდან, ხო? და ეკოსისტემიდან გასულები ვართ და ჩვენ იმდენად განვითარებულები ვართ, რომ ეკოსისტემის გარეშე შეგვიძლია არსებობა, ჩვენ უბრალოდ გავიწყდება, რომ უამრავი რაღაც არასაწყობლო, სწორედ გარემოდან არის ხდება და პირველ რიგში სწორედ ის სიცოცხლო აუცილებელი პროდუქტი, რომლის სინთეზის ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია, ხო? ეს გვეგულისხმობს ჟანგბადს, რომლის გარეშეც და თან იმ კონცენტრაციას, სწორედ აი ესეთ შემადგენლობას, რა შემადგენლობაც არსებობს, ეს რაც შეუძლია მცენარეებს ჯერჯერობით არ შეგვიძლია, არ ყოფილა, ხო? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რომ თქვა რაღაცა წარმატებული ხელოვნური მიგვეღო საიდანღაც ჟანგბადი და შემდეგ ეს ყოფილიყო, ასე რომ ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ და ძალიან ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. ეს არის თქვა ერთ-ერთი რომელიც ყველაზე უფრო თითქოს და თვალნათელია, მაგრამ უამრავი სხვადასხვა საკითხები არის, რომელზეც ასევე დამოკიდებულები ვართ. ხო, ჩვენ ვართ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მაინც ეკოსისტემაზე ვართ დამოკიდებულები. და ეკოსისტემა უნდა იყოს აუცილებლად. როდესაც ეკოსისტემა ირღვევა, ხო, შიგნით ნებისმიერი ჩვენი ჩარევის შედეგად, რაც ჩვენ ჩარევის შედეგად ხდება ეს ძირითადად. ამის შემდეგ იწყება ცვლილებები, რომელიც უკვე ძალიან რთული გასათვალისწინებელი, აი კლასიკური მაგალითი არის და ყველაზე მასშტაბური მაგალითი, მაგალითად სახელის წარმოქმნა არის, ხო? როდესაც ადამიანმა დაიწყო საჰარის მიმდებარე ტერიტორიებში ჩარევა და საჰარა დაიძრა და მიემართება სამხრეთისაკენ, ჩრდილოეთით უბრალოდ წასვლილი არ აქვს, ზღვა უშლის ხელს. და წარმოიქმნა სახელი, ხო, რომელიც ვერ გაუჩერებიათ ვერაფერი. და იწყება უკვე ძალიან ბევრი შესაბამისი პროცესები ეს და როგორც ჩვენთვის, ხო, არ არის ეს, თქვათ, ტყეები, მცენარეები, ცხოველები, ეს ჩვენი თვალის გასახარად არ არის. ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ და უზარმაზარი ფუნქცია აქვთ იმისათვის, რომ მთლიანად სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. სხვა შემთხვევაში თუ სხვა სიცოცხლე განადგურდება, არც ადამიანი არ გადარჩება და შეიძლება სწორედ ადამიანთან დაიწყოს ეს ყველაფერი. და თვითონ აი ეს ბიომრავალფეროვნების როლი კარგად რო ავხსნათ, ხო, კიდე ჩვენ მსმენელებს დარწმუნებული ვარ, ხა ვინც გვისმენს უმეტესობის ეს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც აი მე მომისმენია ადამიანებისგან ესეთი რაღაც, რომ ცხოველთა გადაშენება, რაღაც სახეობების გაქრობა და ამ შემდეგ ეს არის ბუნებრივი პროცესი, ეს მუდმივად ასე ხდებოდა და ეს შეიძლება არ იყოს საფრთხის მანიშნებელი. მაგრამ ნუ აი მაგალითის დონეზე რო ვთქვათ, ხო, რომ დაუშვათ იმის გამო, რომ ადამიანებს საფრთხეს უქმნიდნენ, ან ეშინოდათ, ან რაღაცა პრობლემა იყო, არ აქვს ამას მნიშვნელობა და რომელიღაცა დასახლების და სადღაც დავხოცეთ მგლები. დიახ. ხო? აი ამის მერე რა მოხდება? ხო, სადართ ასეთი პროგნოზირება ხო, ესეთი ჰიპოთეტურად რო ვთქვა. ხო, ნუ შეცდით, შეიძლება ჩვენ ესეთი გარკვეული მაგალითები რო შეგვიძლია ავიღოთ ამაზე გარშემო, რომ ჰიპოთეტურზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მაგალითად ესეთი რომ ჩვენ რაღაცა ჰიპოთეზა ჩამოვაყალიბოთ, გლების გარდა უნდა განსაზღვროთ კიდე მგლების გარდა კიდე ვინ ცხოვრობდა იქ გარშემო. ალბათ ირემი. ხო. კი, მაგალითად ირემი, ხო, მაგალითად საკუთარ კარგი მაგალითია თუ ავიღებთ ევროპას, როდესაც ირემი დღეისათვის ევროპაში გადაიქცა, როგორც ეძახიან ესე, first number 1. პერი ნომერი პირველი, იმიტომ რომ ის ანადგურებს მცენარეულობას და შესაბამისად, სწორედ ირემი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, თუ ირემთან ბრძოლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მგელთან, რა უცნაურიც არ უნდა იყოს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დააბრუნონ უკან მგელი და ძალიან
მართალია რთული პროცესია, მაგრამ ძალიან ბევრგან უკვე დაიწყეს ამისი დაბრუნება. ნუ ეს საქართველოს არ გულისხმობ, აქ ჩვენთან არც ირემი ვერ არის კარგ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან როგორც უმეტესი შლიქოსნები და ზოგადად ცხოველები მაინც კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებიან, მაგრამ აი ევროპაში რეალურად ესე მოხდა. ესე მოხდა მაგალითად იგივე იელოუსტონში, როდესაც ერთ-ერთი ეს არის პირველი ეროვნული პარკი ხო დედამიწაზე, როდესაც შეიქმნა და როდესაც მათ პირას გააკეთეს მგლები გაანადგურეს იმის გამო, რომ შლიქოსნები ყოფილიყვენ კარგ მდგომარეობაში. აი ირმები ნამდვილად კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ განაცხენირმები, ბიზონები, ისინი ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არა მარტო ლანდშაფტი შეიცვალა ამის შემდეგ. და როცა მგლები დაბრუნდნენ, ხო? არსებობს ძალიან საინტერესო ეს პატარა ფილმი დევიდ ატენბოროს მონაწილეობით, როგორ შეცვალა მგლების დაბრუნება იელოუსტონში მდინარეების დინებები. ანუ როგორ დააბრუნა უკან სადაც ეს უნდა იყოს. ასე რომ ამიტომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ცოდნა არ არის იმდენი, რომ ჩვენ განსაზღვროთ, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა პროგნოზირების საშუალებები და შეიძლება რაღაცა გარკვეული პროგნოზირებები განვახორციელოთ, თუმცა საბოლოოდ რა მასშტაბები შეიძლება წავიდეს ამის შესახებ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. და რა შეიძლება მოხდეს და ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ესეთი ჩარევები, როდესაც ჩვენ გონია რომ ჩვენ თავს ვიცავთ, პირიქით ჩვენ თავს უფრო მოწყვლადად ხვდით. აი მაგალითად ძალიან ბოლო პერიოდში ისევ ძალიან ესეთი მძაფრად იყო ისეთი საკითხები, როგორიც იყო ესეთი მტაცებლების, გლებისა და ტურების ძირითადად, რატომღაც ახლა ადამიანის ნომერი პირველი მტერი გელმა დაუთმო ტურას ყოველ შემთხვევაში საქართველოში, თუმცა რატო არის ტურა მტერი მართალად ვერ გავიგე. ვერანაირად, იმიტომ საკუთარ ესე დაკვირვებას ვახორციელებთ ტურებზე და რასაც აბრალებენ ტურას და რის გამოც მათი ხოსვაჟლე და მიმდინარეობდა. საერთოდ არანაირი სიახლოვეს არ იყო ტურის ჩვეულებრივ ქცევასთან დაკავშირებით და შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ისეთი ინვაზიური სახეობა, როგორიც არის ენოტი, რომელიც აზერბაიჯანში 50-იან წლებში გაჩერებული და შემდეგ უკვე შემოვიდა ალაზნის ჭალებში, ჩვენთან და სწორედ ალაზნის ჭალებში იყო და აი ბოლო 4 წელია დაახლოებით უკვე თბილისის გაჩნდა. თბილისში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ ადგილებში ცხოვრობენ, თბილისის გაცდა, ანუ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც არის ხოლმე ადგილობრივი სახეობების, ეს არის უცხო სახეობების შეგავება, რომლებიც არ არიან, თქვათ, იგივე ეკოსისტემის წევრები, არ არის ეკოსისტემისთვის, ხო? ამიტომ შესაძლებელია, რომ მან ძალიან დიდი სირთულეები გამოიწვიოს, მათ შორის უამრავი დაავადებები. ხო, აი ეს დაავადებები, თუნდაც აი წეღანი იელოუსტოუნის მაგალითზე საუბრობდით, ხო? როცა ეს ბუნებრივი მტრები აღარ ყავთ ეს ბალანსი, როცა ირღვევა, მათი ამ მტაცებლების საკითხი ხო ესე დგას, ხო, რომ ინადირებს იმას, რომლის მონადირებაც შეუძლია. კი, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო ამდელი მოსანადირებელი არის. ნუ სწორედ ამას ქვია, ასე თქვა, ენერგეტიკული, ამას ვეძახით, ენერგეტიკული ბალანსი, ანუ დახარჯული ენერგია უნდა იყოს ნაკლები მიღებულ სარგებელზე. თორე სხვანაირად შედეგი არ იქნება. და ეს ხო ერთგვარად განმაპირობებელიც არის, განმაპირობებელი რა, ანუ ეს არის საფუძველი იმისაც, რომ ეს ცხოველები ძირითადად უფრო სუსტზე ზოგჯერ შემთხვევაში იცით რა, არა მარტო სუსტი ეს ერთი ნაწილი არის, იმიტომ ის აშკარად უფრო ადვილად მოსაპოვებელი არის, ხო ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო ნათელია. ხო, თუმცა აი მეორე არგუმენტები იყო ისიც, რომ თქვა ისინი არა მარტო სუსტებზე ნადირობდნენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო, აი რა განსაკუთრებით ეს მგლების მიმართ არის ხოლმე ესეთი, როდესაც ისინი ნადირობენ აი ძალიან ჯანმრთელ ჯანსაღ ირმებზე, ანუ ასე ვთქვათ, იმ ირმებზე, რომლებიცაც ასე ვთქვათ, დომინანტური როლი ეკავათ იმ სოციუმში. აი ამის ფუნქცია არ გვესმოდა, ანუ შესაბამისად, ახლა ასე თუ ისე არსებობს შეხედულებები ამასთან დაკავშირებით და ჩვენც მუშაობდით ამ კვლევასთან. აღმოჩნდა, რომ სწორედ აი ამის საშუალებით ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ მოხდეს თაობათა ცვლა და მოხდეს ასე ვთქვათ გენეტიკური მრავალფეროვნების გაზრდა ირმებში და არ მოხდეს ინბრიდინგის შენარჩუნება. სწორედ მგლები არა მარტო ვთქვათ ასე ვთქვათ ჯანმრთელობთ, ანუ ისინი მუშაობენ ასე ვთქვათ გენეტიკურ დონეზეც, რომ იყოს აწეული გენთა მრავალფეროვნება პოპულაციაში. ისევ ჯანმრთელობის საკითხებთან მიდივართ მაინც. ყველაფერი ჯანმრთელობის საკითხებთან ბრუნდება, იმიტომ რომ ინბრიდინგის შედეგად ირმებს ეწყება ძალიან ესეთი ცვლილებები, განსაკუთრებით რქებში გამოიხატება და რქები არის მათთვის ესეთი მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მაგალითად გამრავლების პერიოდში, მაგრამ თუ რქა დეფორმირებულია, შეიძლება ტურნირის დროს ორივენი დაიღუპნენ. სხვა შემთხვევაში დაღუპვა არ ხდება, უბრალოდ რიტუალია, გამარჯვებული იღებს პრიზებს, დამარცხებული ცდილობს რომ კიდე სხვა გაიმარჯვოს და ყოველ წელს ასე განმეორდება, თუმცა ასაკთან ერთად მისი რეპროდუქციული წარმატება კლებულობს და კლებულობს. და სწორედ აი აქ უკვე ჩდება მგლები, როდესაც ესეთი ძლიერი, ღონიერი, მაგრამ რეპროდუქციულად ნაკლებად წარმატებული ინდივიდების ამოღებას ახდენს. აქაც მთელი მექანიზმებია, ალბათ ამის მექანიზმების ესე არ არის, რომ თქვა შეარჩია და აი მოდი ახლა ამ ირემ შევჭამ, არა, ესე არ არის. ობიექტური მიზეზები არსებობს, რატომაც აი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესეთ ირემი უფრო ადვილი მოსაპოვებელია, იმიტომ რომ ჯერჯერობით რომ ძალიან ბევრი ასე თქვათ სქესობრივი აქტის შედეგად ის დასუსტებულია, გამოფიტულია და გასაგებით უფრო ადვილი მოსაპოვებელია. გასაგებია. და აი ამ ერთი ჯანმრთელობის კონტექსტში საუბრის დროს სასაკვირველია ამ გვერდსვერავულით ზოონოზურ დაავადებებს. ეს ინფექციური დაავადებების უდიდესი ნაწილი არის ზოონოზური, ხო? ანუ ცხოველთა სამყაროდან წამოსული ადამიანებზე, მე ადამიანებიდან ისევ ცხოველებზეც გადადის, ხო? ცხოველებზეც გადადის, ანუ მუდმივად ვართ აი ამ კომუნიკაციაში, ალბათ იმ პერიოდიდან, რაზეც თქვენ თავიდან საუბრობდით, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს ფრინველებისა და ცხოველების მოშინაურება და მათთან ერთად შემოვიდა ზოონოზური დაავადებები. ხო, და პირველი შემთხვევებიც იქიდან შემოვიდა, რა მაშინ ცოტა მეცნიერება ნაკლებად იყო განვითარებული, ასე რომ თუ რაღაც ვარაუდებით თუ ვიბჯელებთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამე ცხადია, უკვე თუ დღევანდელობიდან ავიღებთ, ხო, და ანალოგს ავატარებთ იმაში, ალბათ მიზეზი სწორედ ეს უნდა იყოს, აი, როდესაც მაგალითად ხდება მათი ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ გარეულ სამყაროს, ხო, გარეული სამყაროს სივრცის შემცირება, როდესაც ხდება, ისინი ცდილობენ, რომ დაიკავონ სხვადასხვა ტერიტორიები, ასე რომ ისინი შემოდიან ადამიანის უშუალო სიახლოვეს, შემოდიან ქალაქში. ხო, ეხლა ძალიან პოპულარული გახდა ესეთი ურბანული ველური ბუნების შესწავლა და ყურადღების მიქცევა და ადრე, მაგალითად, ხო, ქალაქებში ესეთი არაფერი არ იყო მიუხედავად იმისა, რომ თქვა ტექნოლოგიურად ესეთი არ იყო. არა, იმის გამო, რომ შევცირდა ძალიან მათი სასიცოცხლო გარემო, ისინი ძულებულები არიან იპოვონ ახალი გარემო. აი, აქედან იწყება უკვე პრობლემა, ჩდება სიახლოვე ადამიანსა და გარკვეულ ცხოველებს შორის. გარდა ამისა, მეორე საკითხი არის კიდევაც, აი მაგალითად, კაცებლები, ლეშიჭამიები, ხო? ესენი წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, ეკოსისტემის დარაჯებს, ასე ვთქვათ. მათ შორის შეიძლება სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ დაავადებებისაგან განვითარება. აი მგელი დაავადებულ ცხოველს ჭამს, მას ის დაავადება, მას იმუნიტეტი აქვს და არ ემართება, სამაგიეროდ ის აჩერებს ეპიდემიას, რადგანაც გავრცელება ვეღარ ხდება. ხო, შეიძლება ძალიან სასტიკი მეთოდი არის, მაგრამ ეს არის ერთადერთი მეთოდი ჯერჯერობით, რაც კი ბუნებაში არსებობს და როდესაც ამას ვაშორებთ, როდესაც ვანადგურებთ ლეშიჭამიებს, შესაბამისად აღარ ხდება აი სწორედ აი ამ ბარიერს ვაშორებთ და მოდის უკვე ჩვენსკენ ეს ძალიან ბევრი მაგალითი. აი იგივე მაშინ, როდესაც ენოტზე საუბრობდით, ხო, იგივე ტურა და ენოტი რო ავიღოთ. ეხლა ტურა არის და ერთ-ერთი დაავადება, აი მაგალითად ძალიან რთული და მძიმე დაავადება, როგორც არის ცოფი. ხო, რომელიც ლეთალური დაავადება არის და ძალიან მძიმე, რომელიც არ იკურნება. ანუ 100%-იანი 100%-იანი ლეთალობა აქვს. ალბათ ყველაზე უფრო მძიმე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო მძიმე დაავადება არის ერთ-ერთი, ხო? იმასე, აი, ტურას აქვს, მას ემართება ცოფი. ანუ შესაბამისად, ის გარკვეულ თუ მას დაემართება ეს დაავადება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის დაიღუპება. აი, ენოტს არ ემართება, მაგრამ მას გადატანას შესაძლებლობა აქვს. მას შეიძლება იყოს მატარებელი, გადავიდეს თან მიუხედავად და გარდა ამისა, მას აქვს ძალიან მიმზიდველი გარეგნობა და შესაბამისად, სწორედ აქედან შესაძლებელია გახდეს სწორედ ესეთი ანუ ეს იყო შუამავალი ორგანიზმი. ხო, ეს ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს. ახლა იმედია, რომ ამისგან დასულები ვიქნებით, მაგრამ თქვათ აი ესეთი თან ძალიან პოპულარული ხდება, მაგალითად, იგივე ენოტის როგორც შინაური ცხოველის სახში ყოლა. კი, შეიძლება ასრები ყველაფერი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვათ ეს არის ცხოველი, რომელსაც ოფი არ ემართება. არიან კიდე სხვა ცხოველებიც, მაგრამ შესაბამისად მათ შესაბამისი ბარიერებიც ჰქონდათ. ხო, იგივე ტურისა და მგლის სახით, მელიასა და მაჩვსულის, ხო. ისინი არეგულირებდნენ მათ, ისინი არიან კონკურენტები და სწორედ ხდება მათ მიერ ეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე მაგალითად, სწორედ ის არეგულირებდა მათ რაოდენობას, ანუ ქმნიდა გარკვეულ ბალანსს, გარკვეულ საზღვარს ჩვენ და იმას შორის. აი, როდესაც ეს საზღვარი მოიხსნება, ისინი ჩვეულებრივად მოდიან. ანუ, როდესაც ბუნებაში არის ეს ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული.
ანუ ორგანიზებული ბჭყალებში და როდესაც სწორედ ეს ერთ-ერთ თავარ მოქმედს ვაშორებთ იქიდან, ხო? უკვე ჩვენ არ ვიცით, საით განვითარდება და როგორ განვითარდება. ხო, ამას ალბათ ჩვენი შეჭრა ველურ ბუნებაში და ეს სიახლოვე, რომელიც აქვს დღეს ტრადიციულ საცხოვრებელ ადგილებთან, ხო? ამ ველური ბუნების წარმომადგენლების ადამიანები, ეს ბადებს ამ რისკებს, ხო? ეხაც ნათელი მაგალითი ესეთი უამრავი მაგალითი არის, აი მღრღნელები, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, ზოონოზური დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი წყაროა, ხო? ვინ არიან მათი მაკონტროლებული არიან? კატები, ტურები, მელიები და ასე შემდეგ. სწორედ ისინი აკონტროლებენ მათ რიცხოვნობას. და როდესაც რიცხოვნობის გაკონტროლება ხდება, როდესაც რიცხოვნობა დაბალ დონეზე არის დაჭერილი, ხო? ჩვენ ასე ვთქვათ, ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, ხო, პანდემიიდან, როდესაც ჩვენ მცირე ჯგუფებად როდესაც ყოფდნენ, ხო? იმიტომ რომ კონტაქტების სიხშირე ნაკლები უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამას აკეთებენ ისინი. დაბალ დონეზე პოპულაციის სიმჭიდროვე როცა დაბალ დონეზეა, კონტაქტების სიხშირე დაბალია და დაავადებების გავრცელებაც უფრო დაბალი არის. ვიდრე როცა სიმჭიდროვე იზრდება, შესაბამისად იზრდება დაავადებების გავრცელების რისკი. ეს ჩვეულებრივი ეკოლოგიის კანონია, რომელსაც სკოლაში ვსწავლობდით, ხო? ანუ სამწუხაროდ არ ვაქცევთ იმას ყურადღებას, რასაც ვსწავლობთ. ხო, ამიტომ რეალურად ეს ჩვენ ყოველთვის ვიცოდეთ, სწორედ ესენი არიან ისინი, ვინც ამას გარკვეულ დონეზე ინარჩუნებენ. არც უფრო დაბლა, არც უფრო მაღლა. აი როცა დაუბრუნდეთ უკვე პოპულაციის აი პოპულაციურ ეკოლოგიაში რო გადავიდეთ, ხო? რო ავიღოთ აი ეს დაცებელი მსხვერპლის ურთიერთობა, რა ჩვენ ამას ვთქვათ, ესე ქვია ეკოლოგიურად ამას და წარმოვიდგინოთ ეს გრაფიკულად ვთქვათ რაღაცა 10 წლების განმავლობაში, ხო? ჩვენ ვღებულობთ ორივე სინუსოიდას, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ვითარდებიან, თუ ადამიანი არ ჩაირია. თუ ჩაერია, მაშინ იწყება უკვე სხვადასხვა ესენი და იწყება არეულობა ეკოსისტემაში. და ეხლა ისე მინდა დაუბრუნდე ამ გადაშენების საკითხს. გადაშენება, ეხლა ეგრეთ წოდებული მეექვსე გადაშენება ვიმყოფებით, რომელიც ადამიანის მიერ არის გამოწვეული. დანარჩენი 5 გადაშენება არ იყო გამოწვეული ადამიანის მიერ, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანი იმ დროს არ იყო საერთოდ, ასე რომ ვერ გამოიწვევდა. მაგრამ სწორედ აი გასილებით უკვე სადღაც ითვლება, რომ მე-16 საუკუნე არის ესეთი გადატეხის პერიოდი, როდესაც იწყება უკვე ძალიან დიდი ექსპლუატაცია გარემოსი და ცხოველების გადაშენების ძალიან დიდი ნაწილი. თუმცა ბევრი თვლის, რომ თქვა მამონტების გადაშენებას კი ადამიანის დამსახურება შეიძლება იყოს. მამონტებსა მაგასაც მივწვდით, ხო? ხო, კი, რა თქმა უნდა, ხა მამონტები და ეგვიპტური პირამიდები დაახლოებით ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ, ასე რომ შესაძლებელია. კეთილი და აი ამ მაინც ერთი წინადადება მინდა ვთქვა აი ამ ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებით, ეხლა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც ამ ბუნებიდან არის მოსალოდნელი, ხო, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია და უბრალოდ სიფრთხილე გვმართებს და აი ამ გარემოზე ზრუნვა გვმართებს იმისათვის, რომ ამ რისკებისგან ვიყოთ დაცული და ეს რატო ხდება, ანუ ძალიან ბევრი ესეთი კონსპირაციული თეორიები საქართველოში სამპოპულარული გახდა, მათ შორის აი ამ ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებითაც, რომ რა ვიცი, ვიღაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს და უცებ პანდემიას დაიწყებს და სულ უნდა ვიცოდეთ, რომ ამისგან დაზღვეული არასოდეს არ ვართ, იმიტომ რომ აი თქვენს ახსენეთ სახეობები, რომლებიც მაგალითად მარტო მატარებლები არიან, იგივე ფრინველები, მაგალითად ხო, იხვები არიან, გრიპის ბუნებრივი რეზერვუარები, თუმცა მათ როგორც დაავადება ესე არ უვლინდებათ. მაგრამ როცა აი ამ სხვადასხვა სახეობაში გადაინაცვლებს ეს ვირუსი, შეიძლება თუ კი ის უკვე ახალი ფორმაა და მუტირებული ვარიანტი იქნება, მას შეიძლება გლობალური პანდემიების დაიწყოს. ამიტომ ამ სიფრთხილეს მონიტორინგს და მეცნიერების მუშაობას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თან ვაცადოთ ბუნებასაც. ეხლა ძალიან კი, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვა რაღაცა ლაბორატორიის დამსახურება იყოს, თქვა ნებისმიერი დაავადება, მაგრამ თქვა აი დასაწყისი საიდან მოხდა, თქვა ამას ცოტა ხნით რო თავი დავანებოთ და უბრალოდ გავითვალისწინოთ ის, რომ მაგალითად თუნდაც ლაბორატორიიდან გაქცეული დაავადებული ვირთაგვა მაგალითად ძალიან სწრაფად გახდება რომელიმე გარეული ცხოველის მსხვერპლი, ისე რომ მან შეიძლება საერთოდ ვერც მოასწროს ვერანაირი თუ ესეთი ბარიერი არ არსებობს, მაშინ დაიწყება პანდემია, ხო?
Ჩვეულებრივი, ამიტომ აი ამ შემთხვევაში სადაც არ უნდა, აი რო ეს ჰიპოთეტურად წარმოვიდგეთ, ხო, სიამდვილეს ჩვენ არ ვიცით, ხო? ეს თუ ხდება ესეთ იმდენად გასაიდუმლებულია, რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ხდება. აი მაგალითად მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, ხო? აი ეს პრიონული დაავადება, რომელიც ესეთი ძროხის ცოფის სახელით, რომელიც იყო ცნობილი, როგორც აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება მისი უტილიზაციის არის ლეშიჭამია ფრინველები. რომლებიც ამასაც კი ინელებენ, ასე რომ მათ რადგანაც ისინი იმდენად მაღალი ადაპტაციის უნარით, იმდენად კარგად არიან ევოლუციურად განვითარებული, რომ ძალიან ბევრი დაავადებები მასთვის არაფერს არ წარმოადგენს. შესაბამისად ისინი ანადგურებენ ამ დაავადებებს. აი როგორც კი ამას მოვაშორებთ, უკვე ჩნდებიან ისინი, რომლებსაც ამის გადატანა შეუძლიათ. ხო, ეს არის ერთ-ერთი ის ხო რაღაცა პატარა მარგალიტი ხო იმის ბუნებისგან, იმიტომ რომ ეს პრიონები არა მარტო. ხო, არა მარტო თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იმის რომ პრიონები არის ესეთი საშიში რა ქვია მაგას აი მიკროორგანიზმიც არის ხო, ეს არის ცილები, გადაგვარებული ცილები, რომლებიც იწვევენ დაავადებას, მათ შორის ერთ-ერთია ეს სოფიანი თუ როგორ იქნება ქართული სოფიანი ძროხის სინდრომი და რაც თავარი აქ პრობლემა რაში მდგომარეობს რომ თუ კი ასე ამ ცილების დაბინძურება მოხდა ხო სადღაც გავრცელდა რაღაც ექსპოზიცია მოხდა სტანდარტული დეზინფექცია სტერილიზაციის მეთოდებით მას ვერაფერს ვერ უშვებით. ნუ ეხლა ავტოკლავები რომლებსაც იყენებენ მაგალითად სტერილიზაციისთვის სამედიცინო დაწესებულებებში ან ის ხსნარები რომლებსაც დეზინფექციისთვის გამოიყენება ხო ეს მეთოდები მაგაზე არ მუშაობს. მაგრამ ამ დროს თურმე შეუძლია თვითონ ბუნებას რა ზოგი შემთხვევაში ზოგჯერ დაავადებას არ იწვევს. და აქვს კიდევ ძალიან ბევრი გვერდითი მოქმედებები, რომლებიც კიდევ უარესი შედეგები შეიძლება მივიღოთ, ხო? როცა აი ესენი არიან ბუნებრივი მეომრები, რომლებიც ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე გვისუფთავებენ გარემოს, ხო? ჩვენ ვევჩით მათ. კი ბატონო. ასე რომ ეპიდემიები არის ისიც ვართ. და ამ პრიონებზე ეგ უნდა ვთქვათ, რომ ეს 100%-იანი ლეტალობის მქონე ძალიან მძიმე დაავადება, იგივე თუნდაც მაგალითად, ხო? როდესაც მოხდა ცენტრალურ აფრიკაში ტყეების კაფვა და იმის გამოღება, სწორედ მაშინ დაიწყო ებოლას გავრცელებები შედარებით უფრო ფართოდ. იგივე პრობლემის გამო. ხო, თან ზოგ ითვლება კიდევაც, რომ სწორედ ეს არის გაჩეხვის შედეგად რომელიღაცა ვირუსის მუტაციის შედეგი, ებოლას ვირუსის, უვნებელი ვირუსის მუტაციის შედეგი. ესეც შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ხო, რას ვიწევთ ჩვენ არ ვიცით. და როგორ განვითარდება არც ეს არ ვიცით. ბატონო ზურაიჩეროსავ საუბრობთ ესეთ ინვაზიაზე, ხო, აი ამ გარემოში. ერთი შეხედვით კარგი მაგალითებიც ხო გვაქვს და ეხლა მე თვითონაც პირადად ეს შეკითხვა სულ მაწუხებდა ხოლმე, ხო? ერთი შემთხვევა მინდა რომ გავიხსენოთ ჩვენ გასულ წელს, მე მგონი თუ მიმდინარე წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადმოგცა სერტიფიკატი როგორც მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის. ხო, ამაზე ძალიან დიდი ხანი მუშაობდნენ ადამიანები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან გვეხმარებოდა, ხო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სპეციალისტები აწლეულების განმავლობაში შრომობდნენ და ნუ მოიწევთ ჩვენ მალარია დავამარცხეთ, რომელიც ჩვენთვის იყო ჩვეული დაავადება, ხო? ძალიან გავრცელებული იყო ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით ეს მალარია, ქინა და ასე შემდეგ, ნუ აი ეს კულტურასა და იმაში არის შემორჩენილი. მაგრამ ესენი ხო არიან კოღოები, ხო? პარაზიტი, რომელიც კოღო ანოფელეში სახლდება, ეს კოღო კვენს ადამიანს და ემართება დაავადება. ეხლა ჩვენ ეს კოღოები გავანადგურეთ. აი ეს ჩვენ შეგვიძლია რომ აღვიქვათ როგორც მიღწევა. აი ამ ერთი ჯანმრთელობის კონცეფციის თუ ესეც არის მაინც ჩარევა ადგილობრივ ეკოსისტემაში, ამაში რამე საფრთხე შეიძლება რომ დავინახოთ? ცით რა საფრთხეც, როდესაც დაიწყო მალარიასთან ბრძოლა ყოველ შემთხვევაში საქართველოში, შესაბამისად მას საკმაოდ ისეთი რთული შედეგები გამოიწვია. ერთი დღე თქვა მალარია გაანადგურა, მეორე დღე მიიღვა ჭაობების, რომლის შედეგადაც უკვე დაიწყო სხვა პრობლემები, მაგალითად იგივე პრობლემები ზღვასთან და მას სანაპიროსთან შედარებით. ამიტომ ყველაფერს თავისი ასე ვთქვათ, საზღაური აქვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, ახლა ვთქვათ ესეთი მალარიის თქვა დამარცხების შედეგად რა შეიძლება ამას
მოყვეს და ხო, არა, მალარიის არა, თვითონ აი ხა ერთი სახეობის ყოღო მაგალითად, რომელიც გაქრა, ხო? დიახ. შესაბამისად ის ყოღო თავის დროზე რაღაც ლოკალურ ადგილზე ერთ-ერთი ლოკალიზებული იყო რაღაცა გარკვეულ ადგილზე. ვიღაცა ჭამდა. ხო, ვიღაცა ჭამდა, ვიღაცას აავადებდა, ესენი იგივე თუნდაც ეს თქვა ადამიანები ყოფილიყო, ნუ ჩვენთან ეს თუ ლოკალიზებული იყო, თუმცა არის კონტინენტები, არის ქვეყნები, სადაც გაცილებით უფრო ფართო და მძიმე მდგომარეობა. არა, მე არ გულისხმობ იმას, რომ თქვა რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი და გაველოდოთ, არა, აბსოლუტურად არა. ჩვენ რა თქმა უნდა ვებრძოლოთ დაავადებებსაც, ყველაფერი უნდა განვითარდეს, მაგრამ ჩვენ უნდა განვითვალისწინოთ ის შედეგები, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასათვალისწინებელია. ასე რომ მალარიის დამარცხება ნამდვილად კარგი საქმე არის, მაგრამ შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ის, რა შეიძლება მოყვეს ამას აი რა მეთოდით ვამარცხეთ მალარიას, ხო? ან ნებისმიერ დაავადებას შეიძლება მალარიის ნებისმიერ დაავადების დამარცხება იმუნიზაციის გზით, მაგალითად, ხო, მეორე გზა არის, რომ თქვა გავანადგუროთ მისი გარემო, მაგრამ როცა მის გარემოს ვანადგურებთ, აი, მაშინ იწყება პრობლემა, როცა ჩვენ ვიზდით, თქვა, იმუნიტეტს, ხო? მაშინ არ ამგონია, რომ ეს პრობლემები იყოს, ეს არის, თქვა, ევოლუციის პროცესი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვეხმარებით, ხო, მაგრამ აი, გარემოს განადგურება, როდესაც, თქვა, აი, როცა მალარიის ერთ-ერთი მეთოდი რა იყო, ხო? მთლიანად უნდა მოსპარიყო ჭაობები, რომელმაც შემდეგ გამოიწვია პრობლემები, თუნდაც მაგალითად, იგივე სასმელი წყლის რაოდენობაში და ასე შემდეგ, ამის შემცირებას ჩვენ ჭაობს სახელი აქვს ცუდი, თორე სინამდვილეში ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხო, საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ჩვენთან მოკავშირეობა. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ვებრძოლოთ მალარიას, უნდა ვებრძოლოთ ისევ მაგალითად იმ გზებით, რა გზებით მისაღებია და არა ჭაობების განადგურებით. კი ბატონო, ხო, თანამედროვე მეთოდებში ხა მე აღარ გამოიყენება ეს ხო, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეცნიერების განვითარება არის ის, რომელიც მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და არ მგონია, რომ მეცნიერების განვითარება ყოველთვის, როცა მეცნიერებაზეა ლაპარაკი, ყოველთვის უამრავი შედეგები არის ხოლმე გათვალისწინებული, ასე რომ თუ მეცნიერულად მიუდგებით ამ საკითხს, პრობლემები ნაკლები იქნება. ნამდვილად. სამწუხაროდ მეცნიერება არც ისე პოპულარულია. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ეს ერთი პატარა წვლილი გვინდა რომ ჩვენ შევიტანოთ იმაში რომ მეცნიერება იყოს პოპულარული და ადამიანებს აინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია. და ენდონ და მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ენდონ. რა კი კოღოებზე ვსაუბრობდით, ალბათ ეს კოღოები არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი როგორ თქვა, ცუდი კუთხიდან პოპულარული არსებები დედამიწაზე, იმიტომ რომ ყველას აწუხებს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, კომპანია PSP-ს, რომელმაც ჩვენ გამოგვიგზავნა პროდუქტი, რომელიც არის ამისთვის და უბრალოდ მინდა რომ განახოთ და წარმოგიდგინოთ. Pure Essential ეს არის ახალი ბრენდი, რომელიც შემოიტანა კომპანია PSP-მ და იყიდება PSP-ს აფთიაქებში და ეხლა რეალურად აქ არის სამი, აქ ბევრი რაღაც კი დავალაგე, მაგრამ არის სამი. ეს არის პირველ რიგში, ეს არის სპრეი, რომელიც გამოიყენება აი პრევენციისთვის. ჩვენ ვიცით ესეთი სპრეები, რომელსაც დაისხამ და შემდგომში ეს მწერი აღარ გეკარება, ხო? მაგრამ მას თავისი მინუსები აქვს ხოლმე, რაღაც არასასიამოვნო სუნი ან შესაბამისი ეფექტურობით არ გამოირჩევა და ეს შემდეგ. ეხლა რა გამოარჩევს ამას? გამოარჩევს ის, რომ რასაკვირველია, ეს არ არის მედიკამენტი, ეს არ არის წამალი, ხო? ანუ ეს იმ გზას არ გადის, რა გზასაც გადიან მედიკამენტები. თუმცა მისი შემადგენელი კომპონენტები, ეს ეთერზეთები, რომელიც მასში არის, ეს არის ის სურნელები, რომლებსაც თვითონ მცენარეები იყენებენ ამ მწერებისგან თავდასაცავად და ის რომ ესენი ამ გზით მუშაობს და ეფექტური არის, ამასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებიც არსებობს. ამაზე მინდოდა ხაზი გამესვა. რასაკვირველია, ამას ჭირდება გათვალისწინება იმ შეზღუდვების, რომელიც აქვს, იმიტომ რომ ცხადია ისინი არ იტესტება ორსულებზე ლაქტაციის პერიოდში, შესაბამისად მათთვის არ არის და ბავშვებისთვის ასევე არის ცალკე ხაზი. თვითონ ამ დიდებისთვის გამოსაყენებელი არის 30 თვიდან, შეიძლება რომ გამოიყენოს ნებისმიერ, ბავშვებისთვის გვაქვს ცალკე. ეს მინდა რომ თქვენ მოგცეთ. ძალიან გამომადგება. გამოგადგება თვითონ. თქვენ უფრო გჭირდებათ. აი ესაც არის ერთ-ერთი გზა, როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ ესეთი დაავადებების წინააღმდეგ.
თან ახლა ამ ბრენდთან დაკავშირებით რა არის კარგი მხარე. ისინი არ იტესტება ცხოველებზე, არიან ძალიან ეკომეგობრულები, ვეგანური პროდუქტებია და ასე შემდეგ. ანუ ამ ბრენდის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ აი ყველაფერი ესე ბუნებასთან იყოს პირდაპირ დაკავშირებული და მოიპოვო და გააკეთო ისე, რომ ამ ბუნებას ზიანი არ მიაყენო. რაც ჩემთვის ზოგადად ძალიან აი ეს ეთიკური ასპექტები განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. მაგრამ ჩვენ კიდე გვაქვს ორი სხვა პროდუქტი უკვე იმ შემთხვევაში როცა გიკვინეს კოღოებმა აი ყველაზე მეტად რაც მომწონს არის აი ეს პატარა როლერი არ ვიცი ახლა ამას ქართულად როგორ ქვია რომელიც 11 სხვადასხვა ეთერზე შეიცავს ასევე და ანუ ქავილს მომენტალურად ხსნის კანს ამშვიდებს აი ამისთვის გამოიყენება თან მისი ზომა იმდენად კომპაქტურია შეგიძლია უბრალოდ ჯიბეში გედოს ადამიანს და თუ კი ასეთი შემთხვევა მოხდა და გიკვინეს კოღოებმა რისგანაც ახლა დაცულები ჩვენ არასოდეს არა ვართ შეგიძლია რომ გამოიყენო და ეს სიმპტომები შეიმცირო. და კიდე ერთი, რომელიც ასევე ბავშვებისთვის ცალკე და მოძილებისთვის ცალკეა, ეს არის პროდუქტები, რომელიც სწორედ აი ამ კბენის შემდეგ გამოიყენება, ოღონდ ესენი არის კრემები, რომელიც არის ბიოორგანული, ისევ აი ამ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული, შეგინთ არის ალოე ვერა და შემდეგ ის პროდუქტები, რომელიც ცნობილია, რომ იწევს კანის დამშვიდებას და ერთის მხრივ ხო აი ამ ქავის დამ სიმპტომებს ხსნის, მაგრამ ასევე თვითონ ატენიანებს და ამშვიდებს და აღდგენაში ეხმარება კანს, ხო? აი მოგეთ ეს სამი პროდუქტი, ეგ არის იმისაც არ გიკვინონ, რეპელენტი. და თუ გიკვინეს, მაგისთვის არის სიმპტომების შესახსნელად და დასარბილებლად უკვე როლერიც და კრემებიც, რომლებიც შეუძლია ადამიანს გამოიყენოს. შესაბამისად ეს სიმწარე რომელიც ახლავს კოღოს კბენას, მით უმეტეს ახლა ისეთ პერიოდში ვართ, ხო? ზაფხულის პერიოდია და კოღოებიც ძალიან ხარობენ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ თავიდან ავირიდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა რომ გადავუხადო PSP-ს ამ პროდუქტებისა ზოგადად მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ეს ინიციატივა ამ პოდკასტების არის ესეთი დამოუკიდებელი თვითდაფინანსებაზე მყოფი ინიციატივა და ძალიან გვჭირდება ხოლმე ასეთი მხარდაჭერები. და მინდა რომ გადავიდე კიდევ ერთ მესამე მნიშვნელოვან საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობდით ჭაობების დაშრობაზე. ჭაობების დასჭრობა მაგა გამახსენა ეს საკითხი, რომ ეს კლიმატის ცვლილება როგორც რაღაც სერიოზული გამოწვევა, რომელიც ბიომრავალფეროვნებისთვის შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს, ხო? რამდენად რეალური არის ახლა ეს საფრთხები და რამდენად არის გააზრებული დღეს თანამედროვე სამყაროში აი ეს საფრთხე ამ კლიმატის ცვლილების ზეგავლენისა ბიომრავალფეროვნებაზე. ვიცით რა, კლიმატის ცვლილება რეალურად არსებობს, მიმდინარეობს, ახლა ამის წარმოქმნის მიზეზებზე თქვათ, ეს არის თქვათ ციკლური და შეიძლება ისევ შებრუნდეს ან რაღაც ამის შესახებ ინფორმაცია ნაკლებია და სხვადასხვა არსებობს, მაგრამ რეალურად, როდესაც უკვე აი კვლევები აჩვენებს, რომ მიმდინარეობს უკვე. თანდაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უკვე როგორც აი ზოოლოგის მხრიდან, როდესაც რო ავიღოთ, ხო? არიან სახეობები, რომლებმაც დაიწყეს განსახლება. და სწორედ აი ეს განსახლება სწორედ კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. თქვა, შემოდიან სხვადასხვა სახეობებს, ბუნებრივი პროცესია, ეს უნდა მოხდეს. აი, რამდენად სადამდე მივა, როგორ მივა, ამას მხოლოდ ჯერჯერობით მხოლოდ პროგნოზები არსებობს ყველაფერი. აი, რაც შეეხება ამის, ასე ვთქვათ, გააზრებას, აი ეს ნაკლებად არის, ძალიან ბევრი თვლის, რომ ვთქვათ, ეს არის მოგონილი საკითხი, ვიღაცა რომ ასე ვთქვათ, ვიღაცაა ჩემს. ხო, თუმცა ვიღაცამ რაღაცას აიდანღაც იშოვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თქვათ ფული შოვნის უფრო მარტივი გზებიც არსებობს, ვიდრე თქვათ ესეთი რაღაც იდეების განვითარებას, მაგრამ რეალურად ეს აი მაგალითად იგივე ჩვენი გამოცდილების მიხედვით, როგორ იცვლება ზოგიერთი სახეობის გავრცელებები, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ცვლილებები მიმდინარეობს. და საკმაოდ ინტენსიურად, საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ცვლილებები. აი ესე მიგრაცია ცხოველების, ხო ეს ალბათ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და საქართველოში თუ არის რამე ესეთი დაფიქსირებული, ან საფრთხის წინაშე რომელი სახეობები შეიძლება მოვიაზროთ, აი ყველაზე მაღალი საფრთხის წინაშე, რომლებმაც შეიძლება რომ დატოვოს მაგალითად საქართველოს ტერიტორია ამ კლიმატის ცვლილებების გამო, ამ პირიქით. აი, შემოვიდნენ. გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ პირიქით შემოდიან სახეობები, რომლებიც თქვათ იფართოვებენ არეალს, ხო? მაგალითად, აი, სადღაც
ითვლებოდა, რომ საქართველოს აბსოლუტურად ცნობილი არ არის ეს ინფორმაცია, საკმაოდ მწირია ხოლმე ჩვენი წარსულის შესახებ, განსაკუთრებით როდესაც ეს სახეო ცხოველებს შეეხება და გარკვეულ სამყაროს ძალიან მწირი ინფორმაცია არის, თუმცა მაგალითად აი სადღაც ამ ჩვენი მე-21 საუკუნიდან დაიწყო უკვე ისეთი სახეობის შემოსვლა საქართველოში, როგორც არის მარშზღარბა, თუმცა მანამდე ეს აღწერილი არ იყო. და მარშზღარბა, რომელიც უფრო ესეთი მშრალი ეკოსისტემების მოყვარული არის, სწორედ ის იფართოვებს არეალს და უკვე ისიც თბილისამდე მოვიდა, თქვათ ეს ისეთი მას არ აქვს ისეთი იარაღი როგორც ენოტს, ანუ მომხიბვლელობას გულისხმობს, ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ რეალურად ისიც საკმაოდ იფართოვებს. საიდან მოდიან ეგენი საერთოდ? აზერბაიჯანში გავრცელებული იყო, საქართველოში არეალი შემოდიოდა თუ არა ცნობილი არ არის და რადგანაც ეს ცნობილი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ან არ იყო და ან არის ძალიან მცირე რიცხოვანი იყო, თუმცა ეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საკმაოდ ინტენსიური კვლევები მიმდინარეობდა მაგ რეგიონებში საქართველოში, ასე რომ ვიღაცა დააფიქსირებდა მაინც, მაგრამ დღეისათვის ის გახდა უკვე ჩვეულებრივი სახეობა იმისათვის, ისეთი სისწრაფით მოხდა. აი გარდა ამისა კიდევ აი მაგალითად ტურა ხო, რომელზეც ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ, რომელიც ასევე საკმაოდ ვიწრო გავრცელების მქონე ცხოველი არის. შესაბამისად, მან გაიფართოვა არეალი და ადის მაღლა მთაში, რაც მიუთითებს იმას, რომ იქ კლიმატი რბილდება. და თვითონ მთაში მიცხოვრობენ, მაგალითად აი ყაზბეგში ეს ჯიხვები, ხო? დიახ, აი ჯიხვების საქმე უფრო გაცილებით უფრო რთულად იქნება, რადგანაც მათ წასასვლელი არსად არა აქვს, თქვათ, ის არის, თქვათ, ასე ვთქვათ, უკიდურეს საზღვარზე ცხოვრობენ, იმისევით არაფერი არ არის. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ისინი საკმაოდ ესეთი მაღალი ადაპტაციის უნარის მქონე სახეობები არიან და იმედია, რომ ასე ვთქვათ, გადაირჩენენ თავს იმის გამო, რომ შეიცვლიან გარემოს, მაგალითად, ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს პოპულაცია ჯიხვების, რომელიც ტყეში ცხოვრობს და ფაქტიურად არც გადის იქიდან, ასე რომ შეიძლება მოხდეს მათი ესეთი ცვალებადობა. საბედნიეროდ, ჩვენთან არ არის ესეთი ვიწრო სპეციალისტი ცხოველები, რომლებსაც ესეთი მუდმივი გადაშენება ემუქრებოდეს. გადაშენების პრობლემა უფრო ადამიანისგან გამომდინარეობს ახლაც, ვიდრე კლიმატის ცვლილებისგან. კი ბატონო. ჩვენ რამენაირად შეგვიძლია, რომ აი რამე პირველად ინიშნები არსებობს იმის, რომ ქცევებზე დაკვირვებით ან მათი ქცევების შეცვლით მივხვდეთ, რომ რაღაცა ეკოსისტემაში პრობლემები გვაქვს ამ ცხოველების? არის კი რაღაცა ესეთი ქცევის ცვლილებები, არის ერთ-ერთი მაგალითად შეიძლება ვთქვათ ეგრეთ წოდებული, ეს არის გაქცევის დისტანცია, ინგლისურად ამას ქვია flight distance, ანუ ეს არის ვთქვათ ცხოველი, როდესაც გაურბის ადამიანს, რა მანძილზე იწყებს მის გაქცევას, ამის ცვლილება ზოგჯერ მაჩვენებელი არის, რომ შეწუხება იზრდება. სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს. აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, აი ყველა აღფრთოვანებული არის იმითი, რომ მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად შვეიცარია ან მაგალითად ავსტრია ან შეერთებული შტატები, შეიძლება გახვიდე დღეში და მოვალენი გირმები და ჩვეულებრივად. აი ესეც ქცევის ცვლილება არის ჩვენთან. თუმცა აი კლიმატის ცვლილებასთან ეს უფრო ადამიანის მიმართებაში არის ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომაც ვთქვი, დიდი პრობლემა სწორედ ადამიანი არის უფრო ვიდრე კლიმატი. აი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ აქვს ისეთი ინფორმაცია, რომ ეს დავადგინოთ. თუმცა რა თქმა უნდა ხდება და სწორედ აი შესწავლა ამას ყველაფერს ჭირდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჯერ არსებული ქცევის თელ რეპერტუარი და შემდეგ უნდა განსაზღვროთ რა უნდა მოხდეს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი არის სწორედ აი არეალის ცვლილება. როგორ ხდება არეალის ცვლილება და არის კიდევ ასე ვთქვათ აი სამოსახლო home range, რასაც ვეთახეთ, აი ინდივიდუალური ტერიტორია, რომელსაც აი მისი ცვლილება მიუთითებს ყოველთვის, რომ იქ რაღაცა ხდება. აი რა ხდება, მე უკვე კონკრეტულად უკვე შევისწავლოთ. ეკოლოგიური საკითხები კი უფრო აი ესეთი მაღალი ცნობიერება ამ საზოგადოებაში, ზოგადად საზოგადოებაში, მაგრამ არის კიდე ერთი საფრთხე, რომელიც ისეთი დიდად ხილვადი არ არის და ამას ეძახიან სინათლით დაბინძურებას, ხო? რაც უფრო მრავლდებით, ვიზრდებით, ქალაქები ვითარდება და ტექნოლოგიები ვითარდება, ეს პრობლემაც იჩენს და ესეც ხო ახდენს, ხო ზეგავლენას. რა თქმა უნდა, სინათლით დაბინძურება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ძალიან ბევრი სახეობისათვის. ძალიან ბევრი სახეობისათვის. ადამიანისთვისაც პრობლემას წარმოადგენს, ახლა რამდენად ვაცნობიერებთ თუ არა, მაგრამ წარმოიდგინეთ გაჩახჩახებულ იმაში დაძინება, როგორია ძალიან თქვა მარტივი მაგალითია იყო. და გარდა იმისა, რომ თქვა აი გადამფრენ ფრინველებში ხდება მათი ნავიგაციური შესაძლებლობების ცვლილება და ასე შემდეგ, უამრავ პრობლემებს წარმოქმნის. ხო, ცირკადულ რითმებზე ასევე მიგრაციაზე ხო, აი ყველაფერზე შეიძლება და აი თვითონ ისე აქვია, ციცინათელების პრობლემა არის ამასთან დაკავშირებული, სინათლის დაბინძურებასთან. აი ციცინათელების პრობლემა
ცოტა რთული სათქმელია რასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აი ყოველგვარი ჩვენი ასე ვთქვათ ყურადღების გარეშე მოადგენდა გაქრენ უწევოულად და ყოველ ერთეული შემთხვევები არის. როგორც ჩანს, სწორედ სინათლის დაბინძურება უნდა იყოს და შეიძლება ალბათ როგორც წესი ესეთი საფრთხეები მარტო არ არის ხოლმე, ხო? სადაც განვითარება არის, სადაც დიდი სინათლეა, იქ პესტიციდების მოყვება, ის მოყვება, როგორც წესი ყოველთვის ესეთი მრავალმხრივი მოქმედება ახასიათებს ხოლმე, უარყოფითი მოქმედება ძირითადად. ასე რომ რომელია გადამწყვეტი ჩემთვის რთული სათქმელია, იმიტომ რომ თქვათ მე ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ცხადია რომ სინათლის დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სინათლებისთვისაც. აღარ ჩანან უბრალოდ ყველაფერს ავიროთ. აღარ ჩანა, ხო, აღარ ჩანა. მე ჩემ ბავშვობაშიც ძალიან ბევრი მახსოვს და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ნახე რამდენჯერმე ციცინათელები, ცოტა კი ამ ყველა მეგაპოლისში ციცინათელებს არ უნდა თითქოს, მაგრამ იქაც ის ურბანული სივრცეები ისეა დაგეგმარებული, რომ აი იქ რაღაცა ადგილებში ისევ ცხოვრობენ. თუმცა აქეთ აღარ მინახავს, იგივე კახეთში ბევრი იყო ხოლმე და აღარ მინახავს. აი როგორი შეკითხვა მინდა ისიც დაგისვათ, რომ აი სად არის რაღაცა ზღვარი, აი გადაჭარბების წერტილი, როცა აი ბიომრავალფეროვნების ეს კრიტიკული ზღვარი, რის შემდეგაც უკვე ვიტყვით, რომ აი ამ ეკოსისტემის აღდგენა არის შეუძლებელი. დიახ, ძალიან ბევრი არის ესეთი ეკოსისტემები სამწუხაროდ და ძალიან ხშირ შემთხვევაში უკვე როცა შეუქცევადი პროცესები იწყება. ისეთ რა შეიძლება ეს დაწყებულიც იყოს და როდესაც ჩვენ ამას კარგად ვერ გებულობთ. აი ესეთი კონკრეტული ზღვარი სამწუხაროდ ჯერჯერობით ესეთი განსაზღვრული არ არის, რომ აი აქამდე შეგვიძლია ჩვენ ვაფუჭოთ და აქამდე არა. ეს იცით როგორ არის, შეიძლება აი არსებობს ესეთი ეკოლოგიაში ესეთი პრინციპი, რომელსაც ქვია ლიბიგის მინიმუმის კანონი. აი ჩვენ რაღაცა მინიმალური შეგვიძლია დავაზიანოთ, ისეთი რომლითაც მთელი ეკოსისტემა დავანგრიოთ. ან პირიქით, აი მინიმალური რაიმე კომპონენტის არსებობა განსაზღვრავს მთელი ეკოსისტემის არსებობას. და აი ამ კომპონენტის დარღვევის შედეგადაც შეიძლება მთლიანად გავანადგუროთ ისე რომ ვერ აღვევგათ. მით უმეტეს რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს მინიმალური კომპონენტი რა არის, არ ვიცით. და ამას ვანგრევთ ისე რომ არც წარმოგვიდგენია. აი აქ იწყება უკვე ძალიან დიდი პრობლემები. ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და მოდი ეს პრობლემები ბოლოში გავიყვანოთ და ჩვენ საუბრის დაწყებამდეც, პოდკასტის დაწყებამდეც ვსაუბრობდით ამ საკითხზე. აი ესეთი რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ, ხო? ჩვენ მუდმივად აი ამ სახეობის გაქრობაზე, საფრთხეებზე რა ასე შემდეგ ვსაუბრობთ, მაგრამ კარგი თვალითაც რომ შევხედოთ, სახეობების წარმოქმნა ისევ ხომ მიმდინარეობს. დიახ. სად ხდება ეს პროცესი, როგორ ხდება? აი ეს რაც გეოგრაფიული იზოლაცია, ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე თუ არ ახდენს? ან რამე კონკრეტული მაგალითები გვაქვს აი ამ რაღაც ახალი სახეობების წარმოქმნის? არა, ახალი სახეობების წარმოქმნის კონკრეტული მაგალითი არა გვაქვს, ხო? ეს სწრაფად ვერ ხდება და ჯერჯერობით ალბათ რომ ჩვენ ასე ვთქვათ ცნობიერების პერიოდში ახალი სახეობები ალბათ არ წარმოქმნილა, უბრალოდ მიმდინარეობს, მაგრამ ცვალებადობა მიმდინარეობს. ეს ცვალებადობის შედეგად ჩვენ თან ვეგუებით კიდევაც ამ ცვალებადობას რაღაცა რომ რაღაცნაირად იცვლება, მაგალითად იქ სახეობა ზომაში იცვლება, ან რაღაცა იცვლება, რაღაცა გარკვეული ესეთი ძალიან საინტერესო მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ ამ მიმართულებით, შეიძლება თქვათ ესეთ კავშირში არ არის, აი მაგალითად კანადაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ თქვათ იმ ადგილებში, სადაც სატროფეო ნადირობა მიმდინარეობს, ესეთი არსებობს დიდრქება ცხვარი, გარეული ცხოველია, მათი რქების სიდიდე შეიმცირეს, ასე ვთქვათ, ცხვარმა რომ თავი დაიცეონ. ესეც ასე ვთქვათ, აი ამ ევოლუციური მიმდინარეობა, ევოლუციის პროცესის მიმდინარეობას გულისხმობს. თუმცა, როგორც გითხარით, აი ძალიან რთულია, რომ ვთქვათ, რომ რომელიმე ახალი სახეობა წარმოიქმნა. კი, ახალი სახეობების აღმოჩენა ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ეს ახალი ამბავი არ არის. ეს უბრალოდ ისინია, რომლების აღმოჩენილები არ არიან. თუმცა ალბათ გარკვეულ პერიოდში ეს რამდენად ჩვენ გავიგებთ, არც, მაგრამ ხო, არა, იმედია გავიგებთ და თან ისე მოვაწყობთ სამყაროს, რომ პროცესს ხელი არ შეუშალოთ. ხო, არა, არც უნდა შეუშალოთ ხელი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი არის, სწორედ ეს ახალი რეალობების წარმოქმნა, რასაც მაგალითად იგივე მეგაპოლისების წარმოქმნა და ასე ქვია, შესაბამისად უპასუხოს გარემომ შესაბამისი რაღაცა ევოლუციური მეთოდები, და არც ეს ფანტაზიურობა.
კეთილი. და გადავიდეთ აი ბოლოსკენ და მე მინდა რომ აი ვისაუბროთ უკვე რაღაცა გადარჩენის მეცნიერობის აი ამ მიმართულებაზე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული გადარჩენის ხელოვნება, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს ამის და ჩვენს გვაქვს საქართველოში ამისი მაგალითები, რაშიც თქვენც იყავით ჩართული, თქვენც რა თქვენ და იგივე საქართველოში უკვე განხორციელდა ხო ირმის არა ირმის ჯერ არ განხორციელებულა აი ახლა განხორციელდება აი ამ დღეებში უკვე პირველი ეტაპი გადაყვანის თუ დაწყებული არის პროცესი ნებისმიერი ესეთი გადარჩენა ხო აღდგენა რეინტროდუქცია ან კონსერვაციული ტრანსლოკაცია ნუ სხვადასხვა სინონიმებია იცვლება ესენი ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ხანგრძლივი პროცესია ხო აი მაგალითად იგივე ირემზე ზოგადად ირმის გარკვეული რიცხოვნობა რომ მივიღოთ ისეთი რომლის ბუნებაში გაშვება შესაძლებელი იყოს ამის 10 წლები არის საჭირო აი ჩვენ დავიწყე იმიტომ რომ თვითონ ეს სახეობები რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან მათი რიცხოვნობა ძალიან მცირეა ხო იმიტომაც არიან გადაშენების პირას ამიტომ ჩვენ უნდა მივიყვანოთ იქამდე რომ მათ ჰქონდეთ სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შექმნის შესაძლებლობა ამას დრო ჭირდება ეს გააკეთეთ უკვე ხო ნაწილობრივ გავაკეთეთ დავიწყეთ აი მაგალითად ჩვენ გვყავდა 2 ირემი და დღეს გვყავს 33 ირემი ეს გავამრავლეთ მოვიყვანეთ შევაჯვარეთ ასე შემდეგ ძალიან ბევრი შრომა არის ჩადებული ამ საკითხში და შემდეგ უკვე შესაძლებელი არის რომ თქვა დავიწყოთ მეორე ეტაპი ეგრეთ წოდება ინგლისურად ამას ქვია revaliding ანუ გაველურება ალბათ უკვე ანუ ველურ ბუნებაში დაბრუნება თუმცა ახაც სხვადასხვა გზებია შეიძლება თქვა პირდაპირ მოხდეს მათი გაშვება ველურ ბუნებაში შეიძლება რაღაცა გარკვეული პირობები შეიქმნას ან შემოღობილი დაცვის ქვეშ აი ირმის შემთხვევაში სწორედ ესეთია და აი იქ მოხდეს გამრავლება ველურ პირობებში მაგრამ ასე თქვა განსაკუთრებული მენეჯმენტის ქვეშ ანუ დაცვის ქვეშ თავარი ამ შემთხვევაში დაცვა არის და ნუ მცირეოდენი ჩარევები და შემდეგ უკვე იქ რომ მიაღწევს შემდეგ უკვე იქიდანაც შეიძლება იყოს გაშვებული ამიტომ ეს მრავალეტაპიანია და განადგურება ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს აი აღდგენას 10 წლები ჭირდება და ნიამორის და ჯიხვის შემთხვევაში ნიამორის და ჯიხვის შემთხვევაში ალბათ უკეთესი იქნება რომ სწორედ აი ეს სწრაფი აღდგენის სწრაფი მეთოდი იყოს გამოყენებული რადგანაც ის ცხოველები ისეთ რელიეფში ცხოვრობენ, რომ იქ აი მაგალითად რაიმე ესეთი ვოლიერის შექმნა, ან უზარმაზარი ვოლიერი უნდა იყოს. სული ამბავია. თოლი ისედაც თქვათ ვოლიერია, სადაც მათია გარემო მთავრდება, იქით უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის არის მათი ბრალებში ვოლიერის საზღვრები, ხო? ასე რომ უბრალოდ ის საზღვრები უნდა იყოს კონტროლირებადი, რომ არ მოხდეს ისე მეორე თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ისევ ადამიანია, არც მგელი, არც მით უმეტეს ლეოპარდი, რომელიც თუნდაც გადაშენების პირას არის, არც რომელიმე მტაცებელი არა, პრობლემა ერთადერთი არის ადამიანი. სწორედ ადამიანმა უნდა გააჩეროს ადამიანი თუ გვინდა რომ წარმატებით მოხდეს მისი გადარჩენა. რეალურად ეს არის თანამედროვე ზოოპარკების როლიც, ხო? დიახ, ეს არის თავარი ფუნქცია ზოოპარკის. თავარი ფუნქცია. რომელიც ბევრი სხვადასხვა საკითხებისაგან შედგება. აი მაგალითად ეს კი კონსერვაცია თავარი ფუნქცია, მაგრამ კონსერვაცია შედგება სამეცნიერო კვლევისაგან, ქცევის შესწავლისგან, ეკოლოგიის შესწავლისაგან, საგანმანათლებლო საქმიანობისაგან, სოციალური საკითხებისაგან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის ეს კომპლექსური მეცნიერება. ხო, თანამედროვე ზოოპარკები ამ ცხოველების ციხეებიდან რაღაცა ნოეს კიდობნად გადაიქცა და სამეცნიერო ცენტრებად და ესეც ქვია, ჯერალდ დარელის მიერ შემუშავებული არის ეს კონცეფცია და ქვია კიდობნის კონცეფცია. ო, ძალიან კარგია ეგ ამბავი. თქვენ აი ამ გარემოს მრავალფეროვნებისთვის აი ზოოპარკში რა ღონისძიებებს მიმართავთ ხოლმე? დიახ, ეს მთელი მეცნიერება ეს ასე თქვა, რომელსაც გარემოს გამდიდრება ქვია და შესაბამისად აი თავარი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას იქიდან, რასაც ქვია მოწყენილობა, ხო? აი თქვა ერთია სტრესი, რომელიც შეიძლება რაღაცა ესეთი ზემოქმედების შედეგად მოხდეს და არის კიდე მეორე პროცესები, რომელიც პირიქით უმოქმედების შედეგად ხდება. როდესაც ცხოველი არის მაგალითად აბსოლუტურად ბრალებში რო ვთქვათ უსაქმოდ, ხო? აი მაგალითად ძალიან თუ ჩვენ გავუკეთებთ ვოლიერს, რა ხელა ვოლიერიც არ უნდა იყოს და ეს ვოლიერი იქნება აბსოლუტურად ცარიელი სივრცე, ვთქვათ შემოღობილი და მინდორი, იმაში შესაბამისად ეს არის ნებისმიერი ცხოველისთვის ეს არის შეუფერებელი პირობები, ხო? ასე ჩაი რო წარმოიდგინოთ თქვენ რას არ უნდა დიდ ოთახში იყოთ და იყოთ მარტო. და სხვა არაფერი არ გქონდეთ.
რა მდგომარეობაში იქნებით და რა მდგომარეობა იქნება იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მოგცემენ crosswords შესავსებად, ხო? აი დაახლოებით ჩვენ ვაძლევთ ცხოველებს იმის საშუალებას, რომ მათ გაურთულოთ, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის საკვების მოპოვების გზები. ამიტომ ჩვენ არ მივართმევთ ესე საკვებს, არამედ საკვების ხდება დანაწევრება, დანაკუწება და შემდეგ ფანტავთ მთელ ტერიტორიაზე და ისინი იძულებული არიან მთელი დღის განმავლობაში, ანუ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ ბუნებაში. უნდა მოიპოვონ საკვები. ანუ მაგალითად იგივე მტაცებლების შემთხვევაში, აი ძალიან ხშირ შემთხვევაში ხორცის ნაჭერს ვკიდებთ ძალიან მაღლა ხეზე, რომ ვერ მიწვდეს და იძულებული არის, რომ იმან იცოსოს, ავიდეს მაღლა, გადახტეს, აი მთელი ნადირობის თითქმის რეპერტუარი გამოვლეს. ეს ხელს უწყობს მათ ადაპტაციას და შესაბამისად აი საკვების მოპოვების შემდეგ ისინი როგორც ბუნებაში დაღლილები არიან და იძინებენ, ანუ მოწყენილობისათვის დრო არჩება. აი ეს მეთოდები გამოიყენება ასევე მაგალითად ისეთი თუ ესე არ გაკეთდა, ხო, დამავიდა მე თქვა რომ ჩდება ქცევა, რომელსაც ქვია სტერეოტიპული ქცევები, რომელიც შეიძლება ვთქვათ, ჩვენი ნევროზის ანალოგები არის. ეს არის მაგალითად ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გამოდმებული სიარული, გამოდმებული ძილი, გამოდმებული ჭამა, გამოდმებული წყლის წმა, აი ესეთი ის ქცევის ტიპები, რომლებსაც რეალურად ფუნქცია არ აქვს, მაგრამ ძალიან ესე მკაფიოდ გამოიხატება. სწორედ აი ამათ მისი ჩაქრობა, აი დათვებში არის ძალიან ხშირად, მაგალითად თათის წოვა ან სხვადასხვა ორგანოების წოვა. ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, პარაზიტი ქცევები, რომლებიც ჯანმრთელ ცხოველს არ უნდა კონდეს და ეს უნდა მოაშოროს. ნუ წარმოშობის სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ საბოლოოდ ყველა სტერეოტიპული ქცევის, ასე ვთქვათ, გაშვება თუ როგორ ვთქვათ, განხორციელება ხდება, მაშინ, როდესაც სტრესული სიტუაცია წარმოიქმნება და აი ეს უკვე მაგალითად ესეთ ცხოველებს ბუნებაში დაბრუნებასაც ხელს უშლის. აი წარმოიდგინეთ დათვი, რომელიც მიჩვეულია, რომ სტრესის დროს თათი იწოვოს, იმ შემთხვევაში თუ შეხვდება მასზე უფრო ძლიერ დათვს, იმის მაგივრად რომ გაიქცეს და იწყებს თათის წოვას. შესაბამისად დაღუპული ეს ძალიან ესეთი მარტივი პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ რეალობა ესეც შეიძლება იყოს. აი თანამედროვე მიღწევები რაც გვაქვს და ეხლა რაზეც ხშირად მედიაშიც აქტიურად შუქდება და იწერება ხოლმე, რომ როცა შეიძლება გადაშენებული სახეობები ისე აღვადგინოთ და რეალურად ამის ტექნოლოგიები უკვე გვაქვს, თითქმის უკვე გვაქვს და აი მაგალითად ისე რომ დაბრუნდეს მამონტი ან რაც ყველაზე მეტად მე მომწონს, ეს არის დოდო, მაგალითად იყო იქ საუბარი, ცოტა გააპროტესტეს სხვადასხვა იქ ავსტრალიელებმა. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორი არის და აი როგორ ფიქრობთ თქვენ რომ ეს უფრო რაღაცა რეალური შანსია რომ გამოვასწოროთ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ან ზოგადად ბუნების მიერ დაშვებული შეცდომები რამაც განაპირობა ამ ცხოველების გადაშენება თუ ცოტა რაღაც სახიფათო თამაშია იმიტომ რომ ძალიან შეიძლება ჩავერიოთ. ისე თამაში შეიძლება სახიფათო იყოს, თუმცა ყველაფერს არ თქვათ გონიერების ფარგლები ჭირდება, ხო შეიძლება თქვათ შევქმნათ რაღაცა გარკვეული მონსტრი, რომელმაც უამრავი ესეთი ფანტასტიკური ფილმები არსებობს ამასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული ამისი, ამიტომ ძალიან ფრთხილი გასაკეთებელია, თუმცა ეს ტექნოლოგია რაც არის ისეთი სახეობების აღდგენისათვის, რომლებიც ჩვენ გადავაშენეთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე რომელიმე სახეობის აღდგენა. და ის სახეობა, რომელმაც დაკარგა ადგილი, ხო? დაიკარგა და შესაბამისად ცარიელი გაჩნდა, ძალიან ბევრი, ძალიან რთული ცვლილებები ხდება ხოლმე და თქვათ აი თქვენ ავსტრალია ახსენეთ, ავსტრალია ზუსტად ეს მაგალითია, როდესაც ეს დაემართა მთლიანად და დღეისათვის მას პრობლემა აქვს ისეთი უწყინარი ცხოველებისაგან, როგორიც ბოცვერია და სწორედ ეს შესაბამისად აი ამიტომ ესეთი სახეობების აღდგენა, რომლებიც გადაშენებული არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მეცნიერებისათვის, მაგრამ ძალიან არ უნდა გავერთო როგორც ყველაფერი, ხო, ატომური ენერგია შეიძლება გამოიყენოს გასათბობად და დასმოსაკლავად. კი ბატონო, აი ის როგორ ის მაგახა თქვენ ზოოპარკში ხომ მესმის რომ რაღაცა თბილი ურთიერთობები გექნებათ ამ ცხოველებთან და ყველას იცნობთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამას აქვს ხო რაღაც ისეთი ცოტა მძიმე მხარეებიც. სავარაუდოდ არის ხოლმე შემთხვევები, როცა გიწევთ მაგათ ევთანაზიის გაკეთება. ამას თქვენ აკეთებთ ხოლმე? არა, მე არ ვაკეთებ, თუმცა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ანუ ფიზიკურად მე არ ვახორციელებ, მე ვეტერინარი არა ვარ და შესაბამისად არც მაგის, ასე ვთქვათ, უნარები მაქვს, ბიოლოგი ვარ და ჩემი სფერო სხვა არის, თუმცა გადაწყვეტილებას როგორც დირექტორი მე ვღებულობ ხოლმე და ამას ვღებულობ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
სხვა გზა არ არსებობს. ანუ შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, როდესაც ამაგეთა საკუთარი თავისთვის მივიღებდი ეგეთ გადაწყვეტილებას. ხო. ნუ ეს არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება ხა ნებისმიერ შემთხვევაში. ადამიანები, ვისაც ცხოველები უყვარს, ის გაიგებს ახლა რა არის ლაპარაკი. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ხო. მესმის აბსოლუტურად. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მინდა რომ აისებ ზოოპარკის თემას დავუკავშირო, იმიტომ რომ ზოოპარკების სხვა ვარიანტებიც გამოჩნდა, მათ შორის საქართველოში ესენი არის ეს ეგრეთ წოდებული კონტაქტური ზოოპარკები, რომელიც ასევე პოპულარული გახდა ჩვენთან და ამაზე ამ საკითხზე არსებობს ორაზროვანი შეფასებები და მეც ესეთი ორაზროვანი შეფასება მაქვს, რომ როცა ბავშვებს შეუძლიათ რომ მივიდნენ და ველურ ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტები ჰქონდეთ, ამით რეალურად ჩვენ რას ვთავაზობთ ამ ბავშვებს, ახლა ვასწავლით რომ ის რაღაცა თითქმის ცოცხალი სათამაშოა თუ პირიქით სიყვარულს ვასწავლით ამ გარეული ცხოველების. აი თქვენ თუ გაქვთ ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია, ზოგადად სამეცნიერო საზოგადოება როგორ უყურებს ამ საკითხს? ჩამოყალიბებული პოზიცია იცით რა, ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაღაც აი კარგი მიზნებით, ასე ვთქვათ, ნამდვილი ზრახვების შენიღვა ხდება, ხო? მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ის ცხოველები, რომლებიც იმყოფებიან ეგრეთ წოდებულ კონტაქტურ ზოოპარკებში, თუმცა ზოოპარკს თავისი დეფინიცია აქვს, თავისი განსაზღვრება აქვს და ზოოპარკი არის სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საგანმანათლებლო საქმიანობაზე და კონსერვაციაზე. ეს გახლავთ ზოოპარკი, ანუ არც ერთი მათგანი ამას არ მუშაობს. საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის ის, რომ თქვა ნებისმიერი ცხოველი ნებისმიერ სურვილს შეუძლია, რომ ხელში დაიჭიროს. შესაბამისად, ეს ცხოველები გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი სტრესის ქვეშ იმყოფებიან და თუ შეიძლება ასევე მოვლის პირობებიც არის. სტრესს გამოხატავენ თუ არა, მაგალითად ქვეწარმავლები, რომლებსაც აბსოლუტურად ცოტათი დაშორებული ცხოველები არიან და მათი თქვათ გრძნობები ჩვენ ვერ ხედავთ, ხო, მათ არ აქვს მიმიკური კუნთები, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სტრესს არ განიცდიან, ისინი ისევე განიცდიან სტრესს, როგორც სხვა ცხოველები. აი, მაგალითად, ესეთი ფუნქცია ზოოპარკებსაც აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება არის. ეს ხდება საკმაოდ იშვიათად და როგორც წესი იმ დონეზე, რომ არ მოხდეს ცხოველის შეწუხება. ან და ეს როგორც წესი, ეს არის, ასე ვთქვათ, არაკომერციული საქმიანობა ზოოპარკებისათვის. აი, არის რაღაცა საკითხები, რომელთაც ზოოპარკს აკრძალული აქვს კომერციული, მათ შორის ერთ-ერთი ეს არის. ანუ ეს არის ცხოველების ვაჭრობა აკრძალულია ზოოპარკებში და ასევე, ვთქვათ, აი ესეთი საქმიანობების ფულის გულისათვის, რომ ვთქვათ, ცხოველს მოეფერო, ესეც აკრძალული არის. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ესეთი, ვთქვათ, გამოყავს სხვადასხვა ცხოველები, სხვა ტერიტორიაზე პერიოდულად აცნობენ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, ის მაქსიმალური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან ეს ცხოველები და ნებისმიერი პატარა დისკომფორტის შემთხვევაში გაგავთ აი მაგალითად ერთ-ერთ ზოოპარკში, სადაც ფართოდ გავრცელებული იყო აი გველის შეხება, ხო? ერთი და იგივე სახეობის დაახლოებით 50 გველი ყავთ, რომ ძალიან სწრაფად ჩაანაცვლონ ეს გველები ერთმანეთსაგან, ისე რომ გველი არ დაისტრესოს და როდესაც იხდი რაღაც გარკვეულ თანხის საფასურად შედიხარ და რაღაც ცხოველს ეფერები, ეს ჩვენ თვლით რომ ეფერებით. სინამდვილეში ისინი ძალიან დიდ დისკომფორტში იმყოფებიან. განსაკუთრებით, თქვათ, ისეთი მცირე პრიმატები, რომელიც რამდენადაც ვიცი, საკმაოდ რაოდენობით არის. მე არ ყოფილა არც ერთში დაახლოებით ვიცი რაც ხდება. ხო, არც მე არ მინახავს პირადად, მხოლოდ ესე შორიდან შემიძლია რომ შევაფასო, მაგრამ აქ კიდე ერთი ის არის, რომ ზოონოზური დაავადებების რისკიც ხო არსებობს, ხო? და როგორც ვნახე, ასეთი შემთხვევები ყველგან ფიქსირდება. დიახ, იცით რა, იყო ესეთი ძალიან გავრცელებული ზოოპარკებში, როგორც იყო ეგრეთ წოდებული ბავშვთა ზოოპარკებს ეძახოდნენ, სადაც უშუალო შეხება ჰქონდათ ბავშვებთან და ცხოველებთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დაცულობა იყო, ესეთი ხო, მაინც ძალიან შეზღუდული არის ყველგან, იმიტომ რომ დაავადებების გადატანის, როდესაც შენ უბრალოდ ვერ აკონტროლებ იმას, როგორ მოიქცევა მაგალითად ბავშვი. შეიძლება თქვა უბრალოდ მისი გაუფრთხილებელი ქმედებისაგან, შეიძლება გამოიწვიოს უამრავი რაღაცა, ხო, მაგალითად იგივე საპასუხო რეაქცია ცხოველისაგან, როგორი შეიძლება იყოს კბენა, დაფხაჭნა და ასე შემდეგ, ასე რომ. ხო, და ასევე თვითონ ამ ცხოველების ამ ხო, გასაგებია ჩვეულებრივ ზოოპარკში როგორი მოვლის პირობები აქვს, იგივე ჯანმრთელობის თვალსაზრისი და სხვაგან შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს და მეორე უკვე ჰიგიენის დაცვაც იგივე ამ ბავშვებს. გარდა ამისა, თვითონ ეს ნებისმიერ მათი საცხოვრებელი სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, მაგალითად იგივე ძალიან მნიშვნელოვანი არის, თქვათ, აი
გრუნტი რისგან შედგება, ის საფარი რაზეც ცხოველი დადის, რა არის ეს, ხო, ეს არის თქვა პარკეტი არის, მინა, თუ გრუნტი არის, თუ ნახერხი არის, ხო? შესაბამისად, აი გრუნტი ყველაზე კარგია, შემდეგ მოდის თქვა ნახერხი, მაგრამ აი ესეთი ისენი როგორიც არის, ასე თქვა, აი ჩვენთვის ძალიან მოსაწონი მაგალითად იგივე კაფელის ან რაღაცის, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცხოველებისათვის, ისინი იტანჯებიან უბრალოდ. ბატონო ზურაბ მოკლე შეკითხვებს დაგისვამთ, ბლიც შეკითხვებს რამდენიმეს. რომელია ყველაზე რთული ბინადარი ზოოპარკში? მარტივი არც ერთი არ არის. თქვათ, მარტივი არც ერთი არ არის. ეხლა ყველაზე რთული ბინადარი ლომის ბოკვერი ყავს. ის მე რო გავიცანი. კი, ამჯერად ეგ არის ყველაზე რთული. კი ბატონო, რომელი არის ესეთი ცხოველი, რომლის ჩამოყვანაზე ცოცნებობთ? ხო, ესეთი აი ყველა ოცნებობს ჟირაფის ჩამოყვანაზე ერთი შეიძლება. ხო, მაგრამ თქვენ ეს ჟირაფი გასაგებია ძალიან ისეთი გახდა. მე მაგალითად ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვიყვანდი, არის ესეთი ცხოველი, რომელსაც ქვია ფაფრიანი მგელი, ეს გავრცელებული არის სამხრეთ ამერიკაში, სიამოვნებით ჩამოვიყვანდი მას. და კიდე ბევრია. თქვენ გლები ძალიან გიყვართ. ხო, ნუ არ, მაგრამ სხვა ცხოველებიც არიან. ბიტურონკი ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა. ირბისი ირმის, კი ბატონო. რომელ გადაშენებულ ცხოველს გააცოცხლებდით ამის შანსი და საშუალება რო გქონდეთ? კი, ერთი შესაძლებლობა გქონდეს ძალიან გამიჭირდებოდა ძალიან არჩევნის გაკეთება. აი ორი იყოს. ორი. ხო, არა, ნუ არის სახეობები, რომლებიც ესე გაქრენ. ხო, საბედნიეროდ ზოგიერთ სახეობა აღმოჩნდა, რომ ახლა თუნდაც არ გამქრალა, უბრალოდ შემორჩენილი არის, მაგრამ ალბათ მაინც მამონტს გავაცოცხლებდი. აი ყველაზე უცნაური რამ, რაც ცხოველის ვოლიერში გიპოვიათ. ქუდი. ქუდი? კი, და მეორე უცნაური შეიძლება ფეხსაცმელი. აი მობილურიც. კი, აი ესეთი ისინი ძალიან უცნაურია ხდება ხოლმე. რომელი არის წიგნი ან φιλმი, რომელიც აი ყველაზე ზუსტად ასახავს რეალობას? ცხოველთა სამყაროზე. საკუთრ მხატვრულ ფილმს გულისხმობთ? არ აქვს მნიშვნელობა. აი გავულინკავთ მე ვიდეოს აღწერაშიც და ნახავენ ადამიანები. ხო, არის, რომელს გავუწევდით თელეგულით რეკომენდაცია. განახონ BBC-ს დევიდ ატენბოროს ფილმები, რომლებიც ძალიან კარგად ასახავენ რეალობას. მხატვრული ფილმები, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებად ασახავენ რეალობას, თუმცა იქაც არის ძალიან საინტერესო. აი მხატვრულებიდან გახსენდებათ რომელიმე. კი, პირველი რაც მახსენდება, ეს არის გრიზლი, ჯეიმს კარვუდის მოთხრობის მიხედვით ძალიან საინტერესოა დათვის ბელის ისტორია, ხდება. ძალიან ბევრ რამეს აჩვენებს. და კიდე ბევრია, ორი სამყაროს ძულომი ჯოი ადამს, ძველი ფილმია, ახლა მეგონი აღარც არის შემორჩენილი არსად. თავისუფლებისათვის შობილი ესე ერქვა. მოვძებნით მაგას ჩვენი ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ რომ ეს პუნქტი ნახოთ. აი რას ასწავლიან ცხოველები ადამიანებს, ისეც რასაც ადამიანები ერთმანეთს ვერ ვასწავლით. ხო, სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს ვერ ვსწავლობთ, თუმცა ყოველთვის ასწავლიან ძალიან ბევრ რამეს და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გავიგოთ მათ შორის, მაგალითად ერთმანეთთან ურთიერთობა. ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ცხოველები როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ერთი სახეობის ან სხვადასხვა სახეობის ურთიერთობები, როგორ ამყარებენ კავშირებს, რომელიც ჩვენ მე რო მკითხოს გასმა ჯერჯერობით ვერ მივახციეთ. რო არა თქვენი ეს პროფესია, რა პროფესიის იქნებოდით მაშინ? თუ გიფიქრიეთ ამაზე. ვცით რა, ალბათ არ ბევრი ძალიან საინტერესო პროფესია არსებობს ამას მაგაშერი, თუმცა ეს იყო ის პროფესია, კი რა თქმა უნდა, როდესაც საკუთარ ცირეძრულ ასაკში გადავწყვიტე, რომ თქვა ეს პროფესია ამისჩია, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ფიქრობდი, რომ თქვა აი სხვა არ ვიფიქრო, ხო? ეს ერთი ესეთი იყო, მაგალითად არქეოლოგია. ხო, თუმცა საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, რომ ასევე ეთნოგრაფია, ანუ ადამიანების შესწავლა, ეს ძალიან საინტერესოა, ეხლაც მაინტერესებს განსაკუთრებით. მაინც მახლობელ მეცნიერებებს. რა თქმა უნდა. რომელია თქვენი საყვარელი ხმა ზოოპარკში ან ზოგადად ბუნებაში? გლის ხმული, ეს უკვე გადაჭარბების გარეშე. ეს არის ყველაზე უფრო არ ვიცი, ყველაზე ძალიან ჩემთვის ყველაზე მუსიკალური ხმა. თუმცა ყველა ხმა ძალიან საინტერესოა და გააჩნია სათხარ. კიდე იქაც მნიშვნელოვანი არის. დასაკვირველია. აი აფრიკაში მაგალითად ძალიან კარგი არის ხოლმე, როდესაც ისმენ აი ლომის ხრეალს, როდესაც გაიგება ნაფთრის ხმას, ეს სხვანაირად სვლის გარემოს. ისევე როგორც ჩვენთან გლების ხმოვილი. ლომი არის ერთადერთი კატა, რომელიც ღრიალებს, ხო?
არა, ღრიალებენ ლომები, ვეფხვები, იაგუარები და ლეოპარდები. ხო. ან პანტერები არიან ესენი, რომლებიც ღრიალებენ ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა კატებისაგან. და ლომი როგორც ვიცი, ასევე საქართველოში ცხოვრობდა სავარაუდოდ, ხო ესეა? არა, ცხოვრობდა, ეს დადასტურებულია, ეს არის დაახლოებით მე-12 საუკუნემდე. არა მარტო საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მდინარე დონამდე იყო გავრცელებული ლომი. კეთილი, აი ლეოპარდს და იაგუარს ადვილად არჩევთ. რა თქმა უნდა, ადვილად არჩევ. ხო, თქვენ რო გეკითხებით ამ შეკითხვას, მაგრამ ისე ცოტა რთული გასარჩევია. რთული გასარჩევია არის. მე მიჭირს ახლა. ხო, თუ არ გავარჩიეთ, მაშინ ესე იგი პროფესია უნდა შევიცვალოთ. კეთილი. და ბოლო შეკითხვები. ბოლო შეკითხვა მოხსე ხა ესეთი ბოლოს წინა, რომ აი ამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, ხო? აი ველურ ცხოველებთან ურთიერთობისას თუ ყოფილა რაღაცა ერთი კონკრეტული რაღაც მოულოდნელი ემოცია ან რაღაცა ისეთი კონკრეტული მომენტი, რომელიც გასაოცარი იყო, შთამბეჭდავი იყო და რომელიც ესე დაგამახსოვრდათ და მნიშვნელოვნად აღიბეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ძალიან ბევრი. ესეთი ძალიან ბევრი იყო და ძალიან ხშირად ეს იყო გამოხატული სწორედ ისინი როგორც ცდილობენ, რომ რაღაცა გაგვაგებინონ. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მაგარგად მოსოს ეს პატარა მაგალითს მოყვებით, როდესაც სპილოებს ახალი ვოლიერი გაუკეთეთ და როგორც თანამედროვე სისტემები მოითხოვს, ის შედარებით უფრო მსუბუქი ტიპის ვოლიერი არის, მაგრამ დაცული არის ელექტროდენით, რომელიც დაბალი სიხშირის არის, მაგრამ მაღალი ვოლტაჟის და სპილოები როდესაც გამოუშვით, ხო, ძალიან ცნობილი მოყვარეები არიან და ხორთუმი მოკიდა მავთულს და რა თქმა უნდა დაარტყათ და იმდენი შეშფოთ და ისე რომ აღარ შემოდიოდნენ ეს დედა და შვილი სპილო იდგენ რომ თან ზამთარი იყო არაფრით არ შემოდიოდნენ და როცა ვეპატიჟებოდეთ იმაშებოდნენ ხორთუმით მავთულზე მიმითითა აი ეს მავთული მოაშორე მაგისტრში მოვალთო და ახლოებით ეს იყო ერთ-ერთი უამრავი ასეთი მაგალითია როგორც ცდილობენ რომ მათ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია ან როგორ გამოხატონ თავიანთი გრძნობები შენს მიმართ და როცა აი ესეთ გრძნობებს გამოხატავენ თანაგას ისეთი აი შეზე გაცილებით უფრო ძლიერი ცხოველები ხო ლომი ან მაგალითად თუნდაც მგელი თუნდაც სპილო აი ძალიან გულის ამაჩუყებელი არის ხოლმე ნამდვილად. და ბოლო შეკითხვა მექნება. ბოლოს მინდა ესეთი ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკაში რომ გადავიდეთ და ჩვენ ვიცით რომ რაღაცა 5 ჯერ დასრულდა, ხო, 5 დიდი ჰქონდა მასშტაბური გადაშენება ჰქონდა და დღეს თქვენ ახსენეთ რომ ახლა მე-6-ში ვართ და ყველა ამ გადაშენების შემდგომ ისევ როცა იწყებოდა ხელახლა ცოცხალი ორგანიზმების გამრავლება დედამიწაზე, სხვადასხვა ორგანიზმები, ხო, ესე რეპტილიები, მოლუსკები დომინირებდნენ ხოლმე და ბოლო გადაშენების შემდეგ ვარ ჩვენ ძუძუმწოვრები. აი ამ მე-6 დიდი გადაშენების შემთხვევაში თქვენი აზრით, აი ვინ შეძლებს რომ აი ეკოსისტემას თავში ჩაუდგეს, აი რა ვიცი ტერმიტები, იქნებ ხელოვნური ინტელექტი საერთოდაც ან რაღაცა მიწისქვეშა სოკოები, რომელიც სახეობებს შეიძლება რომ ივარაუდოთ ხოლო წარმოდგენებით, ხო? ანუ თუნდაც რამე ისეთი ბიოლოგიური კანდიდატები თუ ყავს, რომელსაც აქვს იმის რაღაც ინტელექტუალური რესურსი, რომ შემდგომი რაღაცა ევოლუციური ნახტომი განახორციელოს. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვა, მართლაც არასდროს არ მიფიქრე, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა საკითხი და მოვზებნით გამოსავალს, როდესაც გონიერებას მოვუხმობთ, ხო? გონიერებას მოვუხმობთ, უბრალოდ მახსენდება ხოლმე რამოდენიმე ფანტასტიკური რომანი ამასთან დაკავშირებით როგორ მოხდა და სამწუხაროდ აი ამ ფანტასტიკური რომანის იქიდან ვერ გამოვდივართ, ასე რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ტერმიტები ან სოკოები მახსენდება. თუმცა არის სადაც ძაღლები ხდებიან ცივილიზაციის მწვერვალი, აი ესეთი ძალიან ბევრი არსებობს. აქაც არსებობს რაღაცა გარკვეული ვარ ხა ორი დინოზავრი რო იჯდეს და ლაპარაკობდეს ხა იმ პერიოდში რო იყოს და მათ რო ეთქოთ რომ ძუძუმწოვრები რომლებიც პატარები იყვნენ მაშინ და ძირითადად იმალებოდნენ ხო რომ ესენი გახდებიანო შემდეგი ისინი დომინანტი არსებები დედამიწაზე ალბათ ვერ დაჯერებდნენ ერთმანეთისას კი ალბათ აფერავთ კიდევაც მაგრამ ცეტრა მე მგონია რომ მაინც როდესაც თუ ესეთი გადაშენება ისე გაგრძელდა რომ ყველა გადაშენდა, მე მგონი არ დედამიწაზე არაფერი აღარ დარჩება საერთოდ და ვერც დომინანტი სახეობა ვეღარ იქნება. ნუ ალბათ მიკროორგანიზმები გადარჩებიან და ისე თავიდან შეიძლება გაჩნდა რა იქნება და როგორ იქნება, სადამდე მივალთ.
ხო, მართალია. იმიტომ რომ ჩვენ თონაც დიდი წვლილი შეგვაქვს ამ ყველაფერში. და სწორედ ეს არის მიზეზი. ის გადაშენებები რაც იყო, ის ადამიანის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში ადამიანია მთავარი მოქმედი პირი. ბატონო ზურა, ბოლო შეკითხვა. კი ბატონო. თქვენ რომ შეგეძლოთ რომ ერთი დღით, ერთი ცხოველის თვალით დაგენახათ სამყარო, რომელ ცხოველს აირჩევდით? ერთი დღით ძალიან ისეთი არ ქვია, ცუდი წინადადებაა, იმიტომ რომ რამოდენიმე დღე, რამოდენიმე ცხოველით უკეთესი იქნება. ნუ ალბათ ისევ რა თქმა უნდა მგელს ავირჩევ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე ამ ცხოველზე მუშაობდი და მაინც რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი ინტერესის სფერო მაინც ისევ მგელი რჩება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ცხოველთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ სამეცნიერო ინტერესი მაინც პირველ რიგში მაინც მგელთან არის დაკავშირებული, ასე რომ ისევ მგელს ავირჩევდი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ, მეცნიერებაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსაც შევეხეთ ზედაპირულად ზოგჯერ სიღრმეებში ჩავედით და ასე შემდეგ და ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ფრაზა, რომ ეს ბუნება არის ადამიანებისთვის და მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანი არის ბუნებისთვის, ალბათ თქვენც მეთანხმებით. იცით როგორ არის, ალბათ ეს ურთიერთ მეტი პასუხისგებლობა გვაქვს. არა, პასუხისგებლობა გვაქვს, რადგანაც გადაშენების მიზეზები ჩვენა ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ხო ორივესთვის, ადამიანი არსებობს ბუნებისთვის და ბუნება ადამიანისთვის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ ბუნების, ანუ ჩვენ როგორც ვეძახოთ, ეკოსისტემის ნაწილი ვართ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და ვერანაირად ვერ გავრბივართ ამ ნაწილიდან, ასე რომ ეს კარგად უნდა გვახსოვდეს და სხვანაირად შევხედავთ მაშინ ყველაფერს. და ერთი ჯანმრთელობა. ჩვენ ერთმანეთზე ვართ მასთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მოგმართავთ. მადლობა მოწვევისათვის. მე კი მოგმართავთ ადამიანებო, ვინც ამდენი ხანი გვისმინეთ, სავარაუდოდ მოგეწონათ ეს ვიდეო. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ, მოიწონეთ, დაგვიწერეთ თქვენი გამოხმაურებაც, იმიტომ რომ ამით ძალიან დაგვეხმარებით, ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი. მე კი შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდი, რომელშიც დღეს ჩვენ ერთი ჯანმრთელობის კონცეფციის გარშემო ვლაპარაკობდით. ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად სანდებოდეთ.